მინდა რომ დაინახო ეგ შენს გონებაში. სადამდე ვაღადო? რა არის პროკრასტინაცია? ეს როდესაც რაღაცას ვაყოვნებ, გადავდებთ, ან ბოლო წუთას ვაკეთებთ, ან საერთოდ არ ვაკეთებთ. პროკრასტინაცია, პერფექციონიზმი, მარცხის შიში, უარყოფის შიში, ეს არის სინონიმები. შენ კი ამბობ, რომ ეს უდრის წარმატებას, უდრის მიღწევას ტანჯავს ეს. ადამიანები რომლებიც არიან თავიანთ საქმეში ძალიან წარმატებულები, ყოველთვის აღენიშნებოდათ პროკრასტინაცია, დღესაც აქვს და მომავალშიც ექნება. სიზარმაცესა და პროკრასტინაციას შორის არის აი როგორც წყალსა და ცეცხლს შორის განსხვავება. რაღაც წარსულში გადამხდა, მეშინია მარცხის, ან მეშინია იმის, რომ მე ამას ვერ გავამართლებ და მე თუ ამას ვერ გავამართლებ, ესე იგი მე არასაკმარისად კარგი ვარ. რატო ვერ მოვიდა ის ნანატრი ორშაბათი? ქოცნობიერმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რა არის ის, რაც მე მინდა. როგორ მუშაობთ ადამიანთან, რომელსაც ქრონიკული პროკრასტინაცია აქვს? ის ნარატივი, რაც წარსულში გადავხვდა, დღეს აღარ უნდა ვუყვებოდეთ მაგას. ძალიან მაინტერესებს ეს ჰიპნოთერაპია. რეალურად გათიშულია ადამიანი ჰიპნოთერაპიაზე? ჰიპნოზის აზრი არის ის, რომ შენ იყო შთაგონებად. მოდი პატარა საუჯხურ გავაკეთოთ, რომელიც მოგესალმებით, ეს არის ჩერი სივრცე და ჩვენ გვაქვს უკვე მორიგი ეპიზოდი. ეს არის ის საკითხი, ეს არის ის პრობლემა, რომელიც პირველ რიგში მე მაწუხებს და მე მგონი მთელი რაც ჩემი თავი მახსოვს პროფესიულ კარიერაში, ეს პრობლემა მქონდა სულ. ეხლა განსაკუთრებით ახლა ჩემს სტუმარს ვესაუბრობდი მანამდე ყველას აქვს ეს პრობლემა და ამ პრობლემას ქვია პროკრასტინაცია. პროკრასტინაცია რო გადავთარგმნოთ ჩვენს ენაზე, ეს არის ჩვენს ენაზე დღემეხვალიე კაცების რო ეძახიან, ხო იცი, გადადება. ეს არის ზუსტად აი რაღაცის ბოლო წუთამდე მიყვანა, ან თუნდაც იმ დღეს რომ დაჯდები და გადატანა. მე მაგალითად ეს რაღაცა მაქვს ხოლმე, რომ აი ხო დავჯდები, ერთი სული მაქვს თან რომ როდის დავჯდები ხოლმე რომ გავაკეთო ის რაღაცა, იმიტომ რომ ვიცი რომ მოწყურებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეზე უნდა ვიმუშაო, დავჯდები და უცებ, აი წამიერად ტვინში გამკრავს, რომ მოდი ერთი შევამოწმო, მესიჯი ხარ შემომივიდა, თან მე ხო 17000 ჩატი მაქვს, იქ ტელეგრამი, იქ ინსტაგრამი, იქ ფეისბუქიზე. აი რომელიმე ჩატს თუ წამიერად შევამოწმებ, всё, 3 საათი ისე არის წასული, რომ ვერც ხვდები. თან ოღონდ აი ამ 3 საათის განმავლობაში ვაანალიზებ, რომ ის მე გადავდე, რაზეც დავჯექი. ოღონდ თან ასევე ვაანალიზებ, რომ გადავდე, იმიტომ რომ ალბათ ძალიან გადასტრესილი ვარ და ეს ჩემ ტვინს ჭირდებოდა. მაგრამ რო გადავდე 3 საათის მერე უფრო დასტრესილი გავიჭიდე, იმიტომ რომ 3 საათი არაფერში, აი ნუ ფაქტიურად დავკარგე. ხო და აი ამ ყველაფრით თქვენ აი ხლა აი ამ ჩემს მონაყოლთან თუ related როგორ არის გაიგივეთ თქვენი თავი და თუ თქვენც იგივე გაქვთ. იმიტომ რომ ამ საუკუნეში არის ძალიან ბევრი ყურადღების გამფანტველი, ეს არის სოციმედია, ეს არის რა ვიცი, თამაშები, უამრავი რაღაც ვიდეოები. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის გური ხეცურიანი. ძალიან საინტერესო ადამიანი არის, იმიტომ რომ არის ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და კლინიკური ჰიპნოთერაპევტი. ძალიან საინტერესო არის ეს, იმიტომ რომ როგორც კი ჰიპნოთერაპევტი გავიგე, ეგრევე ხო ჩვენ დროს რაღაც კაშპიროსკოპი და რაღაცები გავგვახსენა ეგრევე, მაგრამ ძალიან მინდა რომ ეხლა ძალიან ღრმად ჩავიდეთ აი ამ საკითხში და აგვიხსნას პირველ რიგში გური მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. და ეს თემა რო განვიხილოთ, ძალიან მინდა და პირველივე კითხვით გადმოვალ შენთან, რა არის პროკრასტინაცია, გადადებული საქმე? ეს იმიტომ რომ მე ვარ ზარმაცი, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემი ტვინი ნელ-ნელა დეგრადირებას განიცდის აი ამდენ სოციმედიაში, აი ამდენ რაღაცა ყურადღების გამფანტავ რაღაცეებში თუ ეს არის უბრალოდ ჩემი პიროვნების დამახასიათებელი და ეს უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. საინტერესო იყო ეგ ბოლო ფრაზა, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად გონია ხოლმე, რომ ეს არის რაღაცა ჩვენი ნაწილი, ამისგან განთავისუფლება ან აღმოფხვრა არ ხდება, რაც რეალურად ეგრე არ არის. რეალურად პროკრასტინაცია ეს არის, ახლა მაინც მოკლე შესავალი რომ გავაკეთოთ, ეს როდესაც რაღაცას ვაყოვნებთ, გადავდებთ, ან ბოლო წუთას ვაკეთებთ, ან საერთოდ არ ვაკეთებთ ხოლმე. სიზარმაცესა და პროკრასტინაციას შორის არის აი როგორც წყალსა და ცეცხლს შორის განსხვავება რა, ეს ორი თითქმის ერთად არ არის, მაგრამ გიხოცები ეს აგვიხსენი რატო? იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მაწუხებს ხოლმე ეგ კიდე პლუს სტრესავ ხოლმე ჩემ თოქს, ეს ნეგატივ თოკები მაქვს, რომ აი შენ ზარმაცი ხარ და რატო? ზარმაციო არის, ეგ გამოდის და ასე. აი რატო არის განსხვავებული სიზარმაცე? პროკრასტინაციის დროს, მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც რესურსები, რომლებიც გვეხმარება რაღაცა მიზნის მიღწევაში, რაღაც ქმედებაში და განხორციელებაში, ხო? პროკრასტინაციის დროს ჩვენ სურვილი გვაქვს, ანუ ამ დროს
გვინდა რომ შევასრულოთ, მივახციოთ ან გადავლახოთ თუ ასე შემდეგ. ხოლო იმის დროს რა ქვია, სიზარმაცის დროს ეს სურვილი არის დაქვეითებული და ის რომ მე რაღაცას არ ვაკეთებ, ამ დროს ეს არ მაწუხებს. ანუ აი ამ შორის არის ეს დიდი განსხვავება. პროკრასტინაციის ძალიან მაწუხებს. ანუ პასუხისმგებლობის ამბავი არის. იქ პასუხისმგებლობა ნაკლები. ორივეგან არის. და უბრალოდ სიზარმაცის დროს ეს არის დაცვითი მექანიზმია უკვე წინა პლანზე წამოწეული. ანუ ჩემი რესურსები უფრო დაქვეითებულია, დაცვითი მექანიზმი არის წინა პლანზე წამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მე ასე ვთქვათ ის ტკივილი, რაც რაღაცა საქმის კეთებიდან შემომივა, ამისგან მე ვიცავ თავს და შეიძლება ვთქვა, რომ ვარ ზარმაცი, ანუ რაღაცა გადავდო და ასე შემდეგ და ამ დროს მე გათავისუფლებული ვარ იმ ტანჯვისგან, რაც იმ მომენტში მაქვს, ხო? რაც წინაპირობა იმისთვის, რომ რაღაც საქმე გავაკეთო. პროკრასტინაციის დროს პირიქით, ჩვენ უფრო მეტად ვიტანჯებით, რომ აი ვიცი, რომ გასაკეთებელი მაქვს. სხვათა შორის პროკრასტინაციას ხშირად უწოდებენ ხოლმე აი როგორ გადავთვალე, რომ მაღალ შედეგი, აი high performance people ადამიანების რაღაცა ჩვევაც არის. სხვათა შორის მე ვეძახი ხოლმე ჩემთან stress junkie ვარ თქო. ანუ სტრესზე შეჩოლი, იმიტომ რომ ეს ბოლო წამს რომ გადამაქვს, აი საშინელი სტრესი მაქვს, რომ უნდა მოვასწრო და ძალიან მაგარ ну პირობითია, მაგრამ დაახმარებულ არ გამივიდეს, მაგრამ ოსხაში აი პროგრამების წერა რო არის ხოლმე, ხო? აი მე წერ პროგრამებს დავშო დისტანციურ სავარჩე პროგრამებს. აი ბოლო წუთამდე მიმყავდა ხოლმე ყოველთვის და ბოლო წუთს რო ვიცი, რომ ბოლო წუთია, საკაიფო დამიწერია, როცა შუა თვეში მიცდია დაჯდომა და ერთის კვოტის იდეა არ მომდის, როგორ გავაკეთე. და ბოლო წუთას ამ დროს ხდება ხოლმე ჩვენი მექანიზმი უკვე გადაერთვება. შინაგანი რესურსების აბსოლუტური მობილიზება ხდება. მანამდე თუ მობილიზება ხდება, ამ დროს აი ბოლო წუთს ახლა შენაც აღწერე, მაგ დროს გვაქვს ხოლმე აბსოლუტური მობილიზება და ორგანიზმი უკვე მოტივირებულია, მონდომებულიც არის, რომ იმ ტკივილსაც გაუსწორო, ასე ვთქვათ, სახე თუ რა ვიცი, ყველაფერი, თვალი და შემდგომ ამას მაქსიმალურად ვახერხებთ ხოლმე. ადამიანები რომლებიც არიან თავიანთ საქმეში ძალიან წარმატებულები ყოველთვის აღენიშნებოდათ პროკრასტინაცია, დღესაც აქვს და მომავალშიც ექნებათ, ხო და ეს თითქოს ჩვენი თამდევი კი არ არის. შეიძლება მე პროკრასტინატორი აღარ ვიყო, მაგრამ საქმე რაღაცა დონეზე მაინც გავაჭიანო, რომ ეს ჩვეულებრივი ნორმალური ჯანსაღი რაღაცაც არის. მაგრამ ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჩვენი პიროვნების ნაწილია? თუ ეს არის შეძენილი ჩვევა, რომელიც რაღაცა დაგვეკომფორტულა და გავაღრმავე და გავაღრმავე. ზუსტად დაახლოებით ეგეთი მექანიზმი აქვს, რომ რაღაც წარსულში გადამხდა, მე იქიდან ვისწავლე, რომ იქიდან მიღებული შედეგი ჩემთვის არის რაღაცა ტკივილთან ასოცირებული ტანჯვასთან ან უსიამოვნებასთან და იმიტომ რომ მე მაგ ტკივილისგან დავიცვა თავი შეიძლება გავხდეს არმაციც, პროკრასტინატორიც და ასე შემდეგ. მაგრამ პროკრასტინაციას სიზარმაცისგან განსხვავებით აქვს ის ფაქტორიც, რომ პროკრასტინაცია, პერფექციონიზმი, მარცხის შიში, უარყოფის შიში, ეს არის სინონიმები. ანუ, როდესაც ვამბობთ, რომ პროკრასტინაციას გამჩი, ანუ ტოლობის მხარეს იწერება პერფექციონიზმი, კიდე ტოლობის მხარეს იწერება მარცხის შიში და კიდე ტოლობის მხარეს იწერება უარყოფის შიში. პერფექციონიზმის და პროკრასტინაციის ფუძე, აი ფუნდამენტი, ჩვენ ახლა ფსიქოლოგიაში სანხშიათ ვამბობთ ხოლმე, რომ აი რაღაც ჩავდივართ სიღრმეებში, სიღრმე, მაგრამ რა არის რეალურად ეს სიღრმე? სიღრმე არის იდენტობაზე ღრმა დონე არ არსებობს. ანუ იდენტობა არის ვინ ვარ მე, რა როლს ვთამაშობ და ეხა ის რომ უფრო ნათელი გასაგები იყოს, იდენტობა არის თვითშეფასება, ანუ მე რას ვფიქრობ საკუთარ თავზე. მაგრამ სხვა შორის ამის აღმოჩენა ესე ძალიან მარტივი არ არის ხოლმე. და აი ამ პროკრასტინაციის დროს, ხო? პირველი პრობლემა, რასაც და სიღრმეებში თუ ჩავალთ, აუცილებლად არის ხოლმე საკუთარ თავზე აღქმა. ეს შეიძლება იყოს რაღაც დისფუნქციური, ასევე სხვათა შორის ჩვენ ზოგ ორიენტირება ხო გვაქვს ხოლმე ნეგატივზეც და ასე შემდეგ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პოზიტიური რწმენა შეხედულებებით, ანუ პოზიტიური წარმოდგენების ის რესურსი, რაც მაქვს, ეგეც შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს. ამაზე ხა ჩვენ ადამიანები იშვიათად ვსაუბრობთ ხოლმე, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც დადებითი მაქვს. ხელისშემშლელი ფაქტორი რაზე, რომ ვიყო პროკრასტინატორი, ანუ მის მიღწევაში შეიძლება ჩემმა დადებითმა ხედვამ შეიძლება ხელი შემიშალოს. არამც თუ დამეხმაროს, არამედ უბრალოდ შემიშალოს ხელი. ამ შემთხვევაში არის პროკრასტინაციის შემთხვევაში არის რომ მაღალი სტანდარტები, ძალიან მაღალი მოთხოვნები, ხო, რომელსაც ჩემი შინაგანი რესურსები
ვერ მოდის თანხმედრაში, ხო, ის სტრესი რა არის. როდესაც ის რაც მომითხოვება, ანუ რაღაც გასაკეთებელია და ამ დროს ჩემი შინაგანი რესურსი ვერ მოდის თანხმედრას შესაბამისობაში. და ამ დროს ეს გვერდთვება, სტრესი იქნება, პროკრასტინაცია იქნება, დავარქვათ თუ სხვა მე სიმპტომების სახით სხვადასხვა მილიარდი შიში ან აზრი ან ავიც ქცევა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიღოს, მაგრამ ფუძე არის ეს. ეხლა ჩვენ თუ სიმპტომურად ვიმუშავებთ, ეგ დაახლოებით შეიძლება წააგავდეს ესეთ რაღაცას, რომ ხეზე შეიძლება მოუჭრათ ის რაღაცა ვაშლი იქნება, თუ მსხალი, მაგრამ ის მე ხო კიდე ამოვა. და იმის ფუძე ანუ ამ ხის საძირკველი არის ხოლმე ეგ, რომ რა ხმა მაქვს მე, რა დამოკიდებულება, რა რწმენა, რა შეხედულება. ამაზე სიღრმისეული დონე, ეს ეხლა ჩვენ პროკრასტინაციის თემაში ვშლით, თორემ რეალურად ნებისმიერ საკითხს, ცხოვრებისეულ საკითხი იგივენერად შეიძლება ჩავშალოთ. წეგან ახსენე, რომ პროკრასტინაცია არისო პირიქით მაღალი მოთხოვნები საკუთარ თავთან და უბრალოდ მაღალი სტანდარტები, ხო? მაღალი სტანდარტებიც არის. აი ძალიან რთული არის ჩემთვის დავაკავშირო და თან ამავდროულად ახსენე, რომ მაღალი სტანდარტები მაქვს, მაგრამ ჩემი შინაგანი რესურსი არ ვერ მომყვება რომ ეს მაღალი სტანდარტები რატო შეიძლება რომ ჩემი შინაგანი რესურსი მით უმეტეს თუ ვიცი რომ მაღალი სტანდარტები მაქვს მაღალი სტანდარტები ხო ისე არ გამიჩნდებოდა თუ ჩემი თავის იმედი არ მექნა ხო ანუ ესე უაზრო ამბიცია ხო არ მოგდის შენ თუ არ გაქვს წარსულში ისტორია რომ შენ მიღწეული გაქვს ამ რაღაცეებზე რა აი რატო შეიძლება მაშინ აი ეს გეპი როგორ არის აქედან აქამდე ჯურღმული აღმოჩნდეს ჩემს შინაგან რესურსსა და აი ამ მაღალ სტანდარტებს შორის. როდესაც ეს ავიღეთ რაღაცა მიზანი, ხო? არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს რომ მილიონერი გავხდე, დედა ვიყო, რაღაცა ოფისი გავხსნა თუ ასე შემდეგ, ხო? შორს არ წავიდე, აი პატარა რაღაცა მაქვს დასაწერი და უშუალოდ აი რაღაცა პროექტზე მაქვს სამუშაო რა. მაგით ვთქვი რომ მიზანი რაღაცა X-ი, ნებისმიერი, ავიღე, ხო? მაგრამ ეს შინაგანი რესურსი შენახსენე რომ იმედია ხო რომ იმედი მაქვს რომ გამომივა და იმედი ერთ-ერთი კომპონენტი არის რომ წარმოვიდგინოთ დიაგრამა იქ შეიძლება შედიოდეს იმედი რწმენა თავდაჯერება თუ ბევრი კომპონენტისგან შედგება როდესაც რაღაცა მიზანს დავისახავთ აი მაგალითად ეს არის ეს მიზანი რაც მინდა რომ მივაღწიო ჩვენი ქვეცნობიერი ახლა მე როგორც უფრო ქვეცნობიერის და არაცნობიერი სპეციალისტი მაგ მიმართულებით ჩავშლი იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი ბიჰევიორული ტექნიკები რომლებიც ძალიან კარგად მუშაობს მაგრამ ამას უფრო მოკლევადიანი ეფექტი აქვს ხოლმე გრძელვადიანში უნდა გადაიტანო მე რომ ეს რაღაცა დაისწავლო და ასე შემდეგ მაგრამ რა მოხდება თუ ჩვენ ქვეცნობიერს მოვაწყობთ ისე რომ ამ მიზნისკენ მიმავალი გზა იყოს არამც თუ არასტრესული არამედ რესურსული და მიღწევადი ხო აი ხამ დროს რა ხდება ნებისმიერი მიზანი დავისახე და იმისთვის რომ მე ეს მიზანი ავასრულო ამისთვის ვჭირდება რესურსები ხო რესურსები ეს შეიძლება იყოს რომ რაღაცა უკვე არსებული რესურსის გაუმჯობესება რაღაცა დისფუნქციური მოშორება რაღაცა ახლებური აღქმა ახლებური ხედვა ახლებური ქცევის მოდელი ხო ამიტომ ამ მიზანთან შესაბამისობაში ჩემი ქვეცნობიერი ჯერ მომცემს რაღაცა სიგნალს ტანჯვის სახით რომ ამასთან მისაღწევ გზაზე შენ აუცილებლად უნდა გაიარო რაღაცა ეტაპები გამოიმუშაო პატარ-პატარა რესურსები და ამ ხურჯინს რო დააგროვებ ხო აი რომელიც რა ზურგზე გადაკიდებული თუ როგორც მე ამას ეგრევე მიაღწევ ანუ რეალურად ეხა რა გამოდის ნებისმიერი მიზანს რასაც ვიღებთ ეს გამოდის პოზიტიური მესიჯი ჩვენი ტვინისთვის, რომ მე თუ მინდა რომ ამას მივაღწიო, მე იმ გზაზე რაღაცები უნდა ვისწავლო. აი როგორ სწავლობს მაგათად ბავშვი გადაადგილებას, ხო? ჯერ ერთ ნაბიჯს გადადგავს, მე იმახსოვრებს რომ მე თუ ესე გადავდგი და წავიქეცი იქ მუხლი მეტკინა, მოდი შემდეგი ესე გავაკეთო და ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინასგან ძალიან განსხვავდება ხოლმე და საბოლოოდ მე ბავშვი სწავლობს გადაადგილებას, ხო? ანუ საბოლოოდ მიაღწია იმას, მაგრამ ნახე იმ გზაზე რაღაც რესურსები გამოიმუშავა. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებსაც. კიდევ მინდა რომ კარგად ჩავშალო. მაგალითად, თუ მე მაქვს ეს მიზანი დასახული, ხო?
და ანუ ადრესს მქონდა მე დაახლოებით იგივე მიზანი დასახული და ჩემს რესურსსა და აი ამ მიზანს შორის დიდი ასე ვთქვათ სიცარიელი არ ყოფილა. ეხლა რატო შეიძლება მე არ მქონდეს ეგ რესურსები? შენ მე მგონი რაც მითხარი ეს არის უფრო დავშოთ მე აღმოვაჩინე რატომ არ მაქვს რესურსები და მივხვდი მე რა უნდა გავაკეთო. მაგრამ რა შეიძლება იყოს აი ეს შეიძლება ვთქვათ რომ დავუშვათ სხვა სტრესები ანუ აი რაღაცა სხვა ეგეც შეიძლება აი მაგიტო ბევრი მიზეზი აქვს მაგას რამდენიმე ერთი ის არის რომ მაგრამ სანამ მაგეთკენ გადავალ ერთი პატარა მაგალითად აი კვერცხი შეწვა ხო ეგეც მიზანია ძალიან მარტივი პირველად როდესაც ვაკეთებ შეიძლება იქ რაღაცას ვაკვირდებოდე რაღაცა შეცდომა გამომეპაროს მე გამოვასწორო და ბოლოს მოვამზადე ხო ამ საქმეს თუ მეორეჯერ ვაკეთებ იქ უკვე ავტომატურად ვიცი და გავაკეთებ ხო იქ აღარ მჭირდება დაკვირვება იქ აღარ მჭირდება რაღაც რესურსის გამომუშავება ხო მაგრამ თქვენ როდესაც ახსენებთ რომ აი შეიძლება მომავალში იგივე საკითხის მიმართ აი ხა სტრესი გამიჩნდეს ასე შემდეგ მან შეიძლება იყოს ის რომ აი ამ მონაკვეთიდან ამ მონაკვეთამდე შეიძლება რაღაცა ცხოვრებისეული ისეთი პერიოდი გავიარე, რომ ან რაღაცა ტრავმასავით, ან რაღაცა ისეთი აღქმა დამიტოვა, რომელმაც გენერალიზაცია განიცადა ამ სფეროსაც შეეხო. აი რატო ხდება ხოლმე მაგალითად, რომ რაღაცა ისეთი ნეგატიური ინციდენტის შემდგომ, ოღონდ ნეგატიური ინციდენტი არ არის აუცილებლად რაღაცა თავზარი ან რაღაც საშინელება მოხდეს, ხო? ხო, რამე ემოციურად გაზარალა. ემოციურად მაზარალა დამიტოვა რაღაცა პატარა დაღი, ხო? ჩვენთვის აქ ეგეთი უნარი რა, გენერალიზაციის უნარი, ანუ აი როდესაც მაგალითად ჰიპნოთერაპევტ მუშაობთ ხოლმე თავდაჯერებულობაზე, ეს არ არის თავდაჯერებული ვარ მაგალითად საჭმლის კეთებაში, მაგალითად ან ფიტნესში ან რაღაც. ეს განიცდის მე გენერალიზაციას და შეეხება ცხოვრებისეულ ყველა სფეროს. მე თუ ხა ჩაგდება მქონდა აი იმ რაღაცა თქვენაც თქვით ხო, წეღან მიზანი რომელიც წარსულში იყო და ეხლა რატო ვეღარ ვაკეთებ ხო? აი ამ მონაკვეთზე შეიძლება რაღაცა შემემთხვა, რაღაცამ განიცადა გენერალიზაცია და ეს ძირითადად არის ხოლმე მაგიტო თქვი, რომ თავი და რითიც დავიწყე. თუ შეფასება, საკუთარი თავის აღქმა, საკუთარი თავის ხატი, როგორ ჯერა მე საკუთარ თავზე, რას ვფიქრობ საკუთარ თავზე და თურმე როდესაც მე საკუთარ თავზე რაღაცას ვფიქრობ, ეგ წეღა როგორც თქვი, განიცდის აი ამ ქცევის დონეზე გენერალიზაციას. მაშინ ჩემი კითხვა იქნებოდა პროკასტინაციის შემთხვევაში როდესაც მიყავს გადადება მაგ დროს რა არის დამახასიათებელი რას ფიქრობენ ხოლმე საკუთარ თავზე როგორია საკუთარი თავის აღქმა ანუ რა ფსიქოლოგიური მომენტები ახასიათებს ეგეთ ადამიანს რომელიც მე პროკასტინაციას აკეთებს ხო აი მაგალითად თუ ეს არის პროკასტინაციის შემთხვევაში რომ ვაჭიანურებ რაღაცა გეგმა მაქვს აღებული და უნდა მივახცია და ზივარ ეხა რომ გავაკეთო ხო მაგალითად მეკ საქმე და აი თქვენ წაგან თქვით რომ შეიძლება ტელეფონმა და აი რაღაც excuse-ები რო ხდება ხო თავის გამართლებები რომ ეხა ის რაღაცა მოხდა ეხა მოკლედ გადავდეთ საქმე ხო მაგ მომენტში სიღრმისეულ დონეზე ანუ ის რაღაცა ბირთვი რომელიც აი ამის საშუალებას მაძლევს მე რომ ან ავირიდო ან გადავდო არის ის რომ მე მეშინია მარცხის ან მეშინია იმის რომ მე ამას ვერ გავამართლებ და მე თუ ამას ვერ გავამართლებ ესე იგი მე არასაკმარისად კარგი ვარ ანუ ეს საკუთარ თავზე ტრიალდება ისევ საბოლოო წერტილი არის ისევ მე სიტყვა მეზე სიღრმისეული დონე არ არსებობს რა ფსიქოლოგიაში ანუ ეს არის ის ყველაზე ღრმა დონე ამიტომ ეს მეორე ვარიანტით ესე სწავლობთ ხოლმე რომ პროკასტინაცია და ის მარცხიში შეგვიძლია დავიმეგობროთ აი ხა ძალიან წარმატებული ადამიანი ხართ ხო თქვენ სფეროში ხო სადაც რაიმე წარმატებისთვის მიგიღწევიათ იქ რა მარცხიც განიცადეთ პირდაპირ გამოვიცნობ რომ იქ თქვენ რაღაცა ისწავლეთ აუცილებლად ხო იმ რაღაცა კრახიდან აუცილებლად ჯერ სწავლება გამოიტანეთ და ამ სწავლებიდან გამომდინარე გააკეთეთ შემდეგი ქმედება. ძალიან ბევრი მარცხი მქონია. და ძალიან ბევრი. რეალურად მარცხი არის ჩვენი მეგობარი. აი ძალიან ახლო მეგობარი, იმიტომ რომ ეგ გვასწავლის ყველაზე მეტად აი ამ მონაკვეთში, აქედან აქ რომ მივიდე. თუმცა იმ მომენტში ძალიან რთულია, იმიტომ რომ განგრევს. ანუ ემოციურად რეალურად ხო რა, აი რაღაცა საინტერესო სიტყვა თქვით, გვანგრევს. გვანგრევს. ხო, აი ემოციურად მე მანგრევს მაგალითად, იმიტომ რომ იმ მომენტში ვარ პარალიზებული რაღაცა ეტაპზე, რომელსაც ვერ ვიტან ამ მდგომარეობას, ჩემზე ვერ ვიტან, იმიტომ რომ ვერ ვეგუები ეგეთ ჩემ თავს და სულ ვეძებ მე გზებს რომ იქიდან გამოვიდე და ანუ
დიდხანს არ გავჩერდე მაგ მდგომარეობაში რა. გვანგრევს იმიტომ რომ ეხა თქვენ რაც თქვით ეს არის ისევ ქცევაზე ორიენტირება ანუ ქცევა სხვა შორის არის ყველაზე ზედაპირული დონე ანუ ქცევაზე როდესაც ქცევას გულისხმობ რა როდესაც ქმედებაზე როდესაც გაკეთებაზე ორიენტირდები მაგის წინაპირობა ყოველთვის ჯერ კოგნიტური პროცესი არის ჩვენ ეს ეხა არც უნივერსიტეტში არც სკოლაში არსად არ გვასწავლეს რომ ის რომ რაღაცა გავაკეთოთ ჯერ მაგის შესაბამისი აზრი უნდა გქონდეს გონებაში ეს აზრი ძალიან სტანდარტულად რო გავყვეთ არის ის რომ მე შემიძლია გამომივა თუ არ გამომივა it's okay არ ვიცი აი ბლა 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 შეიძლება გავყვეთ მაგრამ იმისთვის რომ რაღაცა გამოგვივიდეს ეხა როგორც თუ ისევ იგივეს გავმეორდები რომ ამისთვის ჯერ უნდა დავფიქრდეთ რა შესაბამისი აზრები არის საჭირო აზრი რწმენა წარმოდგენა ფასეულობა ღირებულება წესი მორალი პრინციპი ეს ყველა არის ჩვენი კოგნიტური პროცესი ანუ იქამდე მე ვერ მივალ სანამ ეს კოგნიტურად არ დავალაგე რატო არის რომ ფსიქოთერაპიაში მოდიხართ რაღაცას ვსაუბრობ და მე რაღაცას მარტივად ვაკეთებთ ხო იმიტომ რომ ჯერ ეს კოგნიტურად გადალაგდა ქვეცნობიერს მიეცა სწორი იმპულსი სწორი დანიშნულება რა უი ამ ადამიანს ჩერის ეს მართლა რეალურად სურს რეალურად ეს უნდა და მე ქვეცნობიერმა შეიძლება შეგვამოწმოს კიდევაც რომ აი რაღაც დაგვირეკა ვიღაცამ თუ გავედით ესე იგი ეს ქვეცნობიერისთვის იმპულსი არის ესე იგი ამას ეს მართლა არ ჭირდება არ უნდა და თუ ესე იქცევა რომ მის მიზანთან მიმავალ გზაზე 100-ჯერ გადადებს ესე იგი რეალურად არ გინდა და ქვეცნობიერი გაკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის რომ ეგ რწმენა გაამართლოს ანუ ამის მუღამი აი ცოტა ჟარგონულად რო ვთქვათ ჩვენი ქვეცნობიერს ტვინის ხო გონების თუ ყველაფერი რაც ცნობიერს მიღმა ხდება არის ის რომ ის რაც ჩვენ გვინდა აუცილებლად უნდა გამართლდეს რაც არ უნდა ცუდი თუ კარგი იყოს აი როდესაც ვამბობთ რომ რაღაცა გვტანჯავს ხო ესეც ინტერპრეტირება არის რაღაცა კონკრეტული ემოციის ანუ მე მენტალურად ის რომ უბრალოდ ცოტათი ცუდად ვიქრძენი თავი ამას მენტალურ ინტერპრეტაციას ვუკეთებ რომ აი დამანგრია რეალურად არაფერმაც არ დაგვანგრია ის იყო დანგრევა რაც იყო წარსულში თქვენ შემთხვევაში იცი როგორ ვასკვნი ამა თუ იმ ივენტმა ჩემს ცხოვრებაში დავუშვათ ის რაც მარცხი იყო დამაზარალა თუ არა თუ მე ემოციურად დიდი ხნის განმავლობაში ვარ მოწყვლადი აი ამ ივენტის შემდეგ და ნუ ეს დაგროვდა ძალიან ბევრი რაღაცაა დაგროვებული ჩემს ცხოვრებაში 44 წლის ვარ ძალიან ბევრი მარცხის შემდეგ იმდენი რაღაც დაგროვდა რომ ემოციურად უკვე ვარ მეტად მოწყვლადი ვიდრე ვიყავი ადრე დავუშვათ ანუ უფრო ადვილად შერყევადია ჩემი ნერვული სისტემა ემოციები ვიდრე ვიყავი აქამდე და რომ ვაანალიზებ ხო დავუშვათ შეიძლება ფსიქოლოგიურად ეს ახლა ისე გადამითარგმნოთ რომ ის რომ თავის დროზე დაგემუშავებინა გაგეშვა და რა ვიცი რასაც ვეთქვი ხო მაგრამ ნუ ფაქტია რომ ყოველთვის ესე ვერ ხდება ხო და ამიტომაც ვეძახი მე მაგას დანგრევას და შენი სრო შევაჯამო მე გური ნასაუბრები კოგნიტურად თუ მანამდე უნდა დავალაგო სანამ ქცევამდე მე ხომ იმ მარცხს ვერ ვსაზღვრავ თავიდანვე როცა ვაკეთებ პირიქით მე ვაკეთებ რაღაც მოტივირებულად რა თქმა უნდა ვფიქრობ იმასაც რომ ოკეი თუ არ გამოვა it's okay მაგრამ ისეთ მარცხს შეიძლება არ ველოდებოდი როგორიც მოხდა ხო რაღაცა ისეთი ძალიან რთული რაღაც მოხდა ხო და ამიტომ ეხა პატარა შეჯამე რო გავაკეთო მაგისთვისაც უნდა მოვამზადო ჩემი კოგნიტური ის რომ აი ისეთი მარცხისთვის რომ დავშდე ემოციურად დავზარალდეთ it's okay არის მაგრამ მე ნეგატივ თოქში არ გადავიდეს თქო მე რა ჩემი კოგნიტივისტი აი რას ნიშნავს ნეგატივ და პოზიტივ თოკ ხო ის რაც პოზიტიური არ მოიცავს აუცილებლად ის რომ ყველაფერი კარგად არის ეხლა ყველაფერი გზია პოზიტიური აზროვნება მოიცავს იმის აღიარებასაც რომ აი რაღაცა შეიძლება არ გამომივიდეს ეგ არის პოზიტიური თერაპევტი რომ მოდიან ადამიანი გონიათ რომ ყველაფერი არა ეგ ყველაზე დიდი ტყუილია აი თავში რაც ვახსენე რომ ის აღქმები ის რწმენები რაც შეიძლება ქონდეს ის შინაგანი წესები რაც ხო რითიც ხემძღვანელობთ ადამიანები რითიც ვიქცევით ხო ეგ არის ჩვენი ქცევის განმაპირობებელი შეიძლება იყოს ისეთი აღქმა რომელიც იყოს დისფუნქცია მაგათად მე ყველაფერი გამომივა ამაზე დიდი ტყუილი საკუთარ თავს არ არსებობს ამაზე დიდი ტყუილი ყველაფერი ვერ გამოგვივა და არც არის აუცილებელი რომ ყველაფერი გამოგვივიდეს ხო ახლა მე თქვენ თუ წარმატებული ხართ ფიტნესში რატო მოგინდებათ რომ არქეოლოგიაშიც რაღაცა წარმატებული იყო ტოპ ხო არა
ის რაც ამის ასე ვთქვათ სწორი მესიჯი რო საკუთარ თავს მივაწოდოთ ეს იქნება და დაახლოებით ესეთ სიტყვებით რომ მე შემიძლია გამომივიდეს ნებისმიერი რამ რაც მომინდება და არა ის რომ მე ყველაფერი გამომივა. შესაბამისად აი პროკრასტინაციის შემთხვევაშიც რომ რატო ვდებთ რომ იქ ფაქტორები არ გვაქვს ხოლმე გათვალისწინებული და სხვა შორის როდესაც პროკრასტინაციაზე მუშაობთ ეს იქნება სწრაფი მეთოდით თუ არასწრაფი მეთოდით სიღრმისეულ დონეზე აი ამ შიშისთან დაპირისპირებას რო ვეძახით ხოლმე ხო უნდა წავიკითხოთ ის შიში რა მესიჯს ატარებს. მოდი გამომეორდები. რა მესიჯსაც მეუბნება. მე თუ ეს წავიკითხე, ის იქამდე დამიკაკუნებს, სანამ მე და შემაწუხებს და მომაწვება ეს ნებისმიერი ეს იქნება შიში, სევდა, რთულია ამის იდენტიფიცირება. არა, სხვათა შორის რთულია. ეს სწავლადი რაღაცა. იმიტომ იმ წამს ხდება, ხო? აი რაღაცა როგორც თქვი, ტელეფონი ავიღე და ანუ აი როდის დავფიქრე, პრაქტიკულად რო გითხრა, აი როდის დავფიქრე, რომ მე იდენტიფიკაცია გავაკეთო, რეალურად რა მამაღებინა მე ტელეფონი და მომწყვიტა მე ჩემი ლეპტოპს, სადაც წერდი იმ პროექტს დავუშვათ, ხო? აი რა არის ის პრაქტიკული მაგალითები, რითიც შემიძლია იდენტიფიკაცია გავუკეთო ჩემს შიშს, ან რა ვიცი რაც არის, შეიძლება შიშს შიში არის ნებისმიერი ემოცია იგრძნობა სხეულში, სადაც სხეულში ვგრძნობთ მაგას, რას მესიჯს ატარებს, უბრალოდ ამ კითხვას უსმენთ საკუთარ, ანუ როდესაც ვამბობთ ხოლმე რომ შიში ჩავხედოთ სახეში, თვალებში თუ მე ამას გავუსწოროთ და მე აქედან რაღაცა პრაქტიკული დასკვნა გამოვიტანოთ. თავარი აქედან ანუ ასე ვთქვათ მარტივ მომრავლებად რო ჩავშალოთ და ყველაზე ძირეული კითხვა აქედან გამოვიტანოთ არის ის რომ რას მეუბნება ეს შიში. რეალურად შიშის თავარი ფუნქცია არის რაღაცისგან დამიცვას, ხო? მაგრამ რისგან მიცავს? ეს შიში მიცავს იმისგან რომ მე წარსულში რაღაც დავიმახსოვრე იმ უბრალოდ წარსულში რაღაც გადამხდა, მე იმ წარსულიდან გამომდინარე რაღაც შეგრძნება დავიმახსოვრე და იმ შეგრძნებისგან მიცავს თავს. უბრალოდ იმ მაგ შეგრძნებისგან მიცავს ეს შიში, ხო? და მე თუ ამას ვაცნობიერებ ნიშნავს იმას, რომ მე ვცნობ უკვე ამას, რომ ეს შიში ამ და ამ დროს მაქვს, ხო? ამ მესიჯს რო წავიკითხავ, მე მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ეს შიში აუცილებლად დავა ისეთ რესურსულ ქულამდე, თუ მაგათად მანამდე მაწუხებდა 8-9 ან 10 ქულით, სადაც რესურსულს აღარ რჩება ადგილი, ეს შიში შეიძლება ჩამოვიდეს 1-2-3 ქულამდე, სადაც უკვე 7 ქულა უჩნდება რესურსულს, ხო? ანუ იქ წამოვა თავდაჯერებულობა, წამოვა თვითრწმენაც, პოზიტიური self-talk, ანუ შინაგანი დიალოგი. მე ტელეფონის მაგივრად ავიღო პასტა და ფურცელი და დავაიდენტიფიცირო იმ წამს რაც გრძნობ. რაღაც, არც პასტა და ფურცელი უნდა, არც აკრეშ ჩახედვა, ანუ და ამ ემოციას უბრალოდ გრძნობთ და უნდა შეიძლება ჩემენაზე ეს იყოს რომ მე უნდა გავიგო ის მესიჯი ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს რომ დავინახო ჩემთვის ძალიან რთულია აი რა აი გაგება კი არა აი მაგალითად მე კიდევ დავშოთ ნუ აი მაქვს იმის გამოცდილება რომ რაღაცა სიღრმეებში ოღონდ ჩემ თავთან სიმართლე ვთქვა, თერაპიებზე არ ყოფილა, უბრალოდ მქონდა რაღაცა კარიერაშიც მქონდა ისეთი გამოცდილება, რომ სადაც სხვა ადამიანზე იძულებული ვიყავი დავკრობოდი და assessment-ი დამეწერა და შესაბამისად იმათი შეფასების დაწერის შემდეგ ჩემზე ამ კითხვებზე ძალიან ბევრი მიფიქრია რა. და ანუ მე ეს გამოცდილება დავშოთ მქონდა, რომ ჩემს საკუთარ თავზე, ექშენებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე მაქვს ძალიან ბევრი ნაფიქრი, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც სხეულთან კონტაქტი არ აქვთ, კავშირი არ აქვთ. ანუ სიმპტომიზაცია ძალიან რთულია, რომ განასხვაო, ხო? აი ხანდახან ვარჯიშზე მყოლია გოგონები, რომლებსაც ვეუბნები, რომ დავუშვათ მუხლები განზე გაწია და ტერფსევენ განზე, იმიტომ რომ მუხლს ვერ აკავშირებენ, ანუ მუხლი კი არა და ან პირიქით ტერფები გარე და კავშირი დაკარგულია სხეულს და იმას შორის რა, ტვინს შორის. შესაბამისად, აი ჩვენ რო ვამბობთ, რომ უნდა გაიგო შენ ეს მესიჯი, რა მესიჯია საერთოდ, ჩემს სულაც არ არის და არის რაღაცა არ ვიცი, რაღაცა სტრესი, პრინციპი შიში არის მაინც, ხო, რაღაცა ან ფინანსური არასტაბილურობა, ან იქ რაღაცა დედაჩემის ჯანმრთელობა გაუარეს და ან რაღაცა საბუთები მაგ მოსამზადებელი, ანუ აი ეს უამრავი სტრესები არის, მაგრამ ამის იდენტიფიცირებას როგორ ახდენს ადამიანი, რომელსაც არა აქვს, აი ეს ვერ ზნობს, სად უნდა იგრძნოს ფეხში, ხელში, გულში, ზურგში, აი ეს მესიჯი რატო გაწვევი, იცი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ადამიანს, რომელსაც არ ქონია დავუშვათ ესეთი გამოცდილება, ხო? დაფიქრებები, საკუთარ თავზე მუშაობების, რთულია, რომ აი ეს ყველაფერი გაანალიზოს. ამიტომ მინდა გთხოვო, რომ აი რაღაცა რა არის ის პრაქტიკული რაღაც, რაც დაეხმარებათ ამ ადამიანებს იმ წამს დააიდენტიფიცირონ აი ეს რაღაცა მესიჯი, რაც აიძულებს
რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გადადოს. აჰა. მან შემოვიდა ესეთ კონცეფციას. ჩვენს გონებას და ჩვენს twins აქვს რამდენიმე წესი. აქედან ერთი უნდა გამოვყო, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე მეორეს გამოვყო. და აი ამ ფორმულას შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ, რომელიც არის უმარტივესი, აი არ ვიცი. როგორც წყლის მას არ ჭირდება რაღაცა რესურსი ავიღეჭი გადავლიეთ და всё, ანუ იგივენაირად ხდება. როდესაც ერთი და იგივე საკითხი, ან რაღაცა მიზნის შესრულება, ჩემთვის, პიროვნებისთვის, ინდივიდისთვის ასოცირებულია, ანუ დაკავშირებულია სიამოვნებასთანაც და უსიამოვნებასთან ერთდროულად, მაშინ ჩვენი ტვინი ითიშება და ამ მიზანისკენ ვეღარ მივდივართ. ის რომ დავიწყო მაგალითად, ან ვივარჯიშო ფიტნესში, ეს ჩემთვის თუ ასოცირებული არის სიამოვნებასთანაც და უსიამოვნებასთან, ანუ ტანჯვასთანაც და სიამოვნებას, ურთიერთსაპირისპიროს გულისხმობ. ანუ ეს twins ჭირდება რომ იყოს სწორხაზოვანი ერთი მიმართულება ქონდეს და არა აქეთ და იქით. ამიტომ როდესაც ეს სიამოვნებისკენ მიდის და უსიამოვნებისკენაც ითიშება და ჩვენ იმას ვერ ვაკეთებთ. ამიტომ ამის გადალაგება ისე ხდება კოგნიტურად. ამას არ ჭირდება მართლა კიდე გამეორთები რაღაც სიღმისეული 2 წელი იჯდე და ამ პრობლემაზე იმუშაო. ამას ჭირდება ის რომ მხოლოდ დაუკავშირო და იდენტიფიცირება გავუკეთო, რომ რას ვუკავშირებ მე ამას. ანუ ეს ეხა სიამოვნება და უსიამოვნება როგორ გამოისახება ლინგვისტურად. მინდა რომ ვივარჯიშო, მაგრამ მე ეს არ გამომივა. მინდა რომ ვივარჯიშო, მაგრამ ეს არ შემიძლია. ნუ დრო არ მაქვს, უფრო გამართლების ვარიანტი არის. მე ანუ მე ვგულისხმობ რომ შინაგანად ჩემთვის რასთან არის დაკავშირებული. სიამოვნებასთან და უსიამოვნებასთან არის ხოლმე ერთდროულად. ნებისმიერი საკითხი რაც არ გამოგვდის სამყაროში, ადამიანისთვის ეს საკითხი აუცილებლად არის დაკავშირებული ერთდროულად, ასე ვთქვათ, ურთიერთ გამომრიცხავ რა. ამიტომ twinისთვის ეს უკვე არის პუნქტოვანი. და როგორ გადავალაგო მაშინ? მე მინდა რომ დავიწყო ფიტნესი და მე ეს გამომივა. აი ძალიან აია. მე მინდა რომ ანუ ნახეთ უკვე რასაც ვამბობ, ეს უკვე ჩემი twinისთვის მოდის სიგნალი. გადაიწყობა აუცილებლად, ეს შეიძლება იმავე ღამეს არ მოხდეს, მაგრამ აი დაახლოებით 3-დან 10 დღემდე უკვე ჩვენ უკვე ცნობიერი საგრძნობ ხელშესახებ ცვლილებას გვაძლევს ხოლმე. და თუ დავაკვირდებით იმისთვის, რომ მაგალითად დავიწყეთ რაღაცა პროექტი ან სადღაც რაღაც წარმატებას მივაღწე, იმისთვის რომ მე ჯერ ეს გავაკეთე, იქამდე მე წარსულში ამ წარმატების შესაბამისი სიტყვა აუცილებლად ვუთხარი საკუთარ თავს. ვუთხარი რომ გამომივიდო და ვუთხარი რომ შევასრულებდი, ვუთხარი რომ ესეთი რაღაცა შედეგი მექნებოდა. ანუ ამას ჩვენ წინასწარ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე. ის შედეგი რაც დღეს გვაქვს, არის წარსულში ნათქვამი სიტყვები, რაც ავით 1 კვირის წინ თუ 10 დღის წინ, ან თუნდაც 2 წლის წინ ვუთხარით რა. ამიტომ ეს საკითხი ჩემი აზრით არის ძალიან ფუნდამენტური. აი მე როდესაც ამ საკითხზე ან სხვა მიმართულებებში ფსიქოთერაპიაში მუშაობთ ხოლმე, ეს პრობლემა იხსნება ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ადამიანებს უკვე თვითონვე შეუძლიათ საკუთარი თავის ადვოკატირება გააკეთონ ძალიან მარტივად, იმიტომ რომ მე თუ ვიცი რომ ეს მინდა, მაგრამ ეს ამდენ ტანჯვას მომიტანს და ვიცი რომ ამ დროს მე ვიღარ მოქმედებ, ამას როგორ ვცვლი კოგნიტურად? უბრალოდ ჩვენ ამას არ გვასწავლიან. 90% თუ 100 მიდის იქითკენ, რომ აი გააკეთე, ხა ის გააკეთე, ხა ეს გააკეთე, ხა ესე მოიქეცი, აბა ისცადე. ქცევა შეიძლება იყოს მილიონი სახის, მაგრამ ეს კოგნიტური პროცესი შეიძლება იყოს ძალიან მინიმალურამდე დაყვანილი, რომელიც აი ამ ქცევას მე ვიძლევი გარანტიას, რომ აუცილებლად გამოიღებს. რა, როდესაც მე მჯერა და საკუთარი თავის აღქმა მაქვს იმის, რომ მე ეს შეიძლება გამომივიდეს და პარალელურად მე ისიც გითხარით, რომ აი ამ უარყოფის შიშთან თუ მარცხის შიშთან დამეგობრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ის კი არა რომ მე ეს რაღაცა მარცხი ისევ რაღაცა თავზარს მომიტანს თუ დამდებს თუ დამანგრევს ხო როგორც ჩვენ თქვით. არამედ პირიქით იქიდან რაღაცას ვისწავლი. და სხვა შორის მაგაში ძალიან პრიმიტიული ის არის კოდირება რა ჩვენში ჩადებული, იმიტომ რომ ნებისმიერი უარი და მარცხი ევოლუციურად ჩვენ გვიყავდა ადამიანებს. ამიტომ ამას რო ვაცნობიერებთ, რომ ეს რეალურად არაფერს არ ნიშნავს, ეს არის მხოლოდ სწავლება, ანუ გულისხმობ რომ მარცხიდან რაღაცას აუცილებლად ვისწავლე და ეგ უკვე გაძლევს აბსოლუტურ თავისუფლებას იმისთვის, რომ ეს მიზანი მერე გაამართლო. თუ რა თქმა უნდა გინდა. ხო და მაშინ გადავიდეთ ამ კითხვაზე, რომ რატო ვერ მოვიდა ის ნანატრი ორშაბათი და რატო ვერ იწყებს ადამიანი, თუმცა სულ იმას ვიძახით ხო, რომ დღევანდელი ადამიანისთვის როგორც წყალიანი მნიშვნელოვანი იგივენაირად არის ფიზიკური. ოღონდ ყველა მიცის ეს. ყველა მიცით, მაგრამ არ ვაკეთებ. ჯანსაღად უნდა ვჭამოთ, ყველა ვიცით რომ უნდა ვიმოძრავოთ, ყველა ვიცით რომ
ანუ სხვებზე აგერ ვარ მე მაგალითი, რომელიც ახლა 1 წელია გადავედი მადრიდში, ჩემი ცხოვრება ძირითადად გახდა სახლიდან მუშაობა და ნუ ჩემი ერთი პრასვეტი, ასე ვთქვათ, გარეთ გასulis იყო ხოლმე ენის სკოლაში სიარული და მატეოს წამყვანა, ანუ უფრო მეტად პასიური გავხდი, ვიდრე ვიყავი აქ. ვიცი რომ ყოველ დღე იმაზე მეტად უნდა ვიარო ფეხით, მაგრამ ანუ ვერ ვდებ იმ რესურსს, რომ აი ხლა ავდგე, ავიყვანო ქეჩოთი. ერთი რას ვაკეთებ, ვიცი რომ ვარჯიშობ, რომ ვარჯიში ჩემი აი არ ვიცი, ჩემი გადარჩენა და არ ქვი თუ რა, მევასება. აი მევასება იმაში რაც ალბათ რაც გვევასება ალბათ იმაში არ მიგვდის რესურსი, მაგრამ აი ის რაც უნდა დავაძალოთ თავს, მაგრამ ვიცით რომ თან ძალიან მნიშვნელოვანი არის. იქ უკვე ვეღარ რაღაცნაირად არ ვიცი, ბევრი რაღაცები გვიშლის ხელს რომ ვაძალოთ თავს და გადავდეთ. ეს როდესაც ჩვენ რაღაცა ვიცით, მე ცოდნას ვეძახი ხოლმე, თაროზე შემოდებული რაღაცა წიგნი, რომელიც იქიდან შეიძლება რაღაცა 3%-იც კი არ გქონდეს გადმოტანილი, ხო? ეს ვიცით რომ მნიშვნელოვანია, ოღონდ ვიცით საზოგადოებრივ დონეზე, ანუ რაღაც სოციუმში ესე გვაქვს მიღებული, მაგრამ ის რომ ჩემთვის, ანახეთ, ისევ იდენტობისკენ წავედით. ის რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, აი ნებისმიერი თქვენთან მოსულ კლიენტსაც რო გითხოთ, რომ ანუ ისე უბრალოდ ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, რომ ვიცით რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ იცი რომ შენთვის მნიშვნელოვანია. კი, გეტყვი ზედაპირულად. ცნობიერ დონეზე კი, მაგრამ ამას ხეული არ მოგვაყვანინო იქამდე. იმიტომ რომ მაგისთვის მინდა რომ მინდოდეს, ეგეც ძალიან ცალკე საკითხი არის. იმისთვის რომ რაღაცისკენ დავიწყოთ სვლა, ხო, გადაადგილება და ასე შემდეგ, ჯერ ეს უნდა გვინდოდეს, ანუ სურვილი უნდა არსებობდეს. წეღარო თქვი პროკრასტინაციის შემთხვევაში ვიღაცა ტელეფონზე დარეკა, მოწყდი საქმეს, მე რეკით გადავედი, ხო და ეს ჩვენი ქვეცნობიერისთვის არის სიგნალი, ესე იგი ამას ნამდვილად არ სურს ეგ. ანუ არ უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ მუშაობთ ხოლმე სურვილის შექმნაზე და სურვილი იქმნება მხოლოდ ჩვენი რწმენებიდან, ანუ ხო არის რომ თქვენ რაღაცა გინდათ, მე რაღაცა არ მინდა, ან პირიქით მე რაც მინდა თქვენ არ გინდა და რა განასხვავებს ხო ამას? ორივე სურვილია. ამას განასხვავებს ის რა აღქმა მაქვს საკუთარ თავზე, რა ღირებულებები მაქვს და რა არის ჩემთვის აი ქალაქურ ენაზე რო ვთქვა, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ფსიქოლოგიაში ამას ვეძახით ხოლმე ჩვენი ღირებულებები, ფასეულობათა სისტემა და ის ბირთვული რწმენა წარმოდგენები, რომლებიც გვაქვს. აი სანამ ეგ კოგნიტური მოდელი არ შეიქმნება ჩვენს გონებაში, რომ ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს რაღაცა ეფექტებს ჩემს ცხოვრებაში, შედეგებს არა. შედეგი და ეფექტი ძალიან განსხვავდება. შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მე დავდივარ და მივაღწია რაღაცა სიტყვაზე 70 კილოს, მაგრამ აი ამ 70 კილოს რომ მივაღწია, რომელსაც რაღაცა ფორმა, ამას კიდევ ბენეფიტები, ანუ შედეგები კიდე ცალკე აქვს. ეს ჩვენ მოგონებამ აუცილებლად უნდა იცოდეს ძალიან მკაფიოდ, ძალიან ცხადად. სანამ ეს სურათი არ შეიქმნება გონებაში, იქამდე არ იწყებს ჩვენი ქვეცნობიერი გადალაგებას. ამიტომ პირველი ნაბეჯი არის ის, რომ ჩვენ ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ მინდა. ეხლა ძალიან ფილოსოფიურად ჟღერს რა, რომ აი უთხარი ეხლა ის გააკეთე, მაგრამ იმისთვის რომ იქამდე მივიდეთ, აი რომ დავარკვირდეთ ნებისმიერ წარმატებულ თუ წარუმატებელ რაღაცა მიზანს, ხო? ჩვენ ეგ წინასწარ აუცილებლად ვუთხარით საკუთარ თავს რაღაცა დროის წინ, ერთი კვირის წინ თუ ორი კვირის წინ რა, რომ ეს მე მინდა, ან არ მინდა, ან მინდა რომ გამომივიდეს და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი ვიწყებთ იმით, რომ შეიქმნას ეს სურვილი, მონდომება და არა мотиваცია, რომელიც კიდევ ცალკე რაღაცა არის, რა, мотиваცია საერთოდ სხვა რაღაცაა. мотиваცია ემოციაა, ხო, ემოცია რომელიც თურმე მხოლოდ კეთების დროს ჩნდება და არა მანამდე. მანამდე გვაქვს მონდომება, ან მანამდე გვაქვს დისციპლინა, რომელიც კიდევ უფრო მყარია ვიდრე მონდომება, მაგალითად, ხო? ეს რამე რაღაცა თქვი. ესე იგი мотиваცია იდეაში რო აკეთებ, მაშინ მოდის, მაგრამ მარტო მაშინ მანამდე გონიათ ხოლმე რომ ეს мотиваცია რომელიც ბიძგს აძლევს. და აი მან შეგვიძლია რომ იმ ადამიანში სურვილი. მანამდე შეგვიძლია იმ ადამიანში წავიკითხოთ ეს პროკრასტინაციის რაღაცა მოდელიც კი, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც გვეტყვის რა ეხა мотиваცია არ მაქვს, იმის ქვეცნობა ძალიან კარგად იცის, რომ იქ мотиваცია კი არ არის თავი, სხვა ღირებულება არის ნომერ პირველი და არა უშუალოდ мотиваცია. და мотиваცია მხოლოდ კეთების დროს მოდის, უშუალოდ აქტის დროს და არა მანამდე რა, როგორც აღამთქვი. ხო, მაგრამ ყურაი რო ამბობ, რომ უნდა გვინდოდეს. სურვილი უნდა მოვიყვანოთ. ანუ მე მჭირდება მატერიალური რაღაცები რა რო შევა ამას საკუთარ თავს. აი ესე დავჯექი და ვამბობ, რომ მე უნდა მინდოდეს ვაჯიში. ეხლა გავიხსენოთ თქვენ შემთხვევაში რაიმე რაც ბოლოს გადადეთ. აი მაგალითად ყოველი ორშაბათიდან ვიწყებდი ყოველ დილას ადგომას და ახლო მინდა, ახლო უფრო.
რა გადავდე? ეხა პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი მაგალითად შაბათისთვის კონფერენციისთვის და დღემდე არ დამთავრებული. პრეზენტაციამდე მიხვალთ. რა აზრები გაქვთ გონებაში? აზრები მაქვს, ვაიმე, ძალიან ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ და მე თან ვიცი რატომაც, იმიტომ რომ რატო არ ვჭირდება? რა აზრები გვაქვს მაგ დროს? რა აზრები მაქვს? ხო, ეხლა რომ დავჯდები, სანამ დავჯდები, მოდი სამი ბავშვი ვინც არის იქ ჩაბარებული დავშოთ ორს მაინც რომ რაღაცა გავუკეთო, იქ რაღაცა, ასე რა ქვია, გარეთ გავიყვანო. კაი, სანამ ბავშვი დავიწყე? იყო ეგ აზრის შესაბამისობაში იმის კეთებასთან? არა, სულ სხვა აზრია. სხვა რაღაცა. ის აზრი თუ არ მაქვს გონებაში რომ მე ხამას ვაკეთებ, მომწონს სიამოვნებ, შეიძლება არ უმესიამოვნოს, მაგრამ მინდა მივიყვანო. ეგეც შეიძლება ტაქტიკა გამოვიყენო, მინდა რომ მოვიშორო. ეგეც ერთი ვარიანტებიც არსებობს, ხო? ანუ მე თუ იქამდე მაქვს სხვა აზრები, ოღონდ ეს აზრები ჩვენ გონია რომ რაღაც თავისით მოდის და რაღაცა გვეცემა თავში. ჩვენ ვაკეთებთ ამის რეაქტივაციას, რემანიფესტაციას, რეგენერაციას, ბრძანებას მოწოდების სახით. ჩვენ თვითონ ვეუბნებით. იმ მომენტ ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად შევცვალოთ რა, გონებაში ხამას ვერ ვიტყვით, რომ მე ეს შემიძლია, მე თან მაგრამ შემიძლია გამომივიდა ეს და როდესაც ამას ვეუბნებით საკუთარ თავს, ჩვენ გონია რომ ეს ხარი რაღაცა ან ფუჭი, ან უბრალოდ ვეუბნებით, მაგრამ ქმედება მხოლოდ ამითი იქმნება. იწყება. ნებისმიერი რა წარმატებისთვის, მაგიტომ დავაპირისპირე წარმატებული ვარიანტიც და არაწარმატებულიც, რომ ის როდესაც არაწარმატებას მივაღწიე, რაღაცა შესაბამისი აუცილებლად ვუთხარი რა საკუთარ თავს და მანდ უკვე მივდივართ პასუხისმგებლობის თემასთან, რომ მე საკუთარ აზრებზე და საკუთარ ქცევებზე, ხო? ნუ ქცევამდე აზრია ყოველთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას და მე თუ ვიღებ პასუხისმგებლობას, მე თვითონვე თუ ვუკავშირებ და წარსულში ჩემთვის პროკრასტინაცია ჩამოყალიბ და ისე რომ ეს საკითხი სიამოვნებასთანაც და უსიამოვნებასთან ასოცირდება, მე თვითონვე არ შემიძლია რომ მხოლოდ სიამოვნებასთან იყოს ასოცირებული? კი. ეხ კაი რაღაცა გამახსენე რომ ანუ რაღაც ამალი უნდა დავლიოთ ამისთვის, რაღაც მივიღოთ. არა, ხო? ისევ ჩვენ ვუკეთებთ ამას საკუთარ. მაგრამ როცა არის დაკავშირებული აზრებიც, მაგალითად, აი ხაი თუნდაც ამ პრეზენტაციაზე, ხო? არის უშუალებელი ზღვა მასალა და ნუ აი ეს ერთ-ერთი აზრი, რომელიც მიტრიალებ და ანუ ეს ზღვა მასალა როგორ შეიძლება მე დავიყვანო, ანუ წარმოუდგენელია. რაღაცნაირად არ მჯერა თითქოს რომ წარმოუდგენელია რომ დავიყვანო იქამდე რომ რაღაცა 1 საათში დავუშვათ ჩავადიო, ხო? და მე ვიცოდი ფიქრს რომ რატო ავირჩიე მე ეს თემა, უბრალოდ რატო დავაკავშირე ეს ორი თემა, იმიტომ რომ ორივე უშუალებელი თემა და უნდა ყოფილიყო ერთი და მოკლედ აი ესეთი სულ პირველი სიტყვა რაც თქვით, ეგ იყო უკვე მიზეზი. მიზეზია. აბა რომელი? და ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ეს ამხელა რაღაცა. ხო. და ვიღაცისთვის ვინც იგივე საქმეს აკეთებს ის რა სიტყვის, რომ ჩემთვის წარმოსადგენიც არის და გაკეთებადიც, ხო? კი. ეხა ეგარითიც დავიწყეთ რაღაცა დიდხანს სეანსებს, რაღაცა 5 საათი თუ ვზივარ, ეს ჩემთვის წარმოსადგენი არის და შეძლებადი, მაგრამ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მე ვკითხე, კი. ნამდვილად. მაშინ მოდი გადავიდეთ მასზე, როგორ ემუშავები შენ პროკრასტინაციას? ანუ როგორ ვმუშაობთ ადამიანთან, რომელსაც ქრონიკული პროკრასტინაცია აქვს და შენ კი ამბობ, რომ ეს უდრის წარმატებას, უდრის მიღწევას, ტანჯავს, ეს ტანჯველი ეს არის habit როგორ არის? ტანჯველი ჩვევა არის რა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და კიდევ ერთი კალი გაქვს და იქიდან ენერგია გაედინება, ხო? იმიტომ რომ დიდი ისა გაქვს, ღრმული გაქვს ამ პროკრასტინაციის სახით როგორც ქცევის და აი როგორ ვემუშაოთ? ვისაც ოკეი, განვიხილოთ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ადამიანები, რომლებსაც ზოგადად არ აქვთ ეს ფსიქოლოგის საშუალება და საკუთარ თავთან შევდათ იმუშაოთ. უშუალოდ თერაპიაში ესე ვიწყებ, რომ ჯერ მაგის სათავეს ვპოულობთ, ანუ როდის დაიწყო, ჩვენ არ დაუბადებულ ვართ, ხო, პროკრასტინაციის ან მარცხის შიშით ან უარყოფის შიშით ჩვენ დავისწავლეთ. როდესღაც შემოვიდა ხო ჩვენ ცხოვრებაში. შესაბამისად ეს როდესაც დავისწავლეთ, ამის ასე ვთქვათ, ანალიტიკას ვუთმობთ დროს, რომ ნახოთ რა დავისწავლეთ, რა ხმა დაგვიტოვა იმ რაღაცა მოვლენამ. წარსულში ხვდებით ხო რაზე მაქვს საუბარი და ახლა რაღაცა ბავშვობაში მაგალითად მშობლები რო ადარებენ ბავშვებს ერთმანეთს ანუ ჩემი გაკეთებული არასდროს არ იყო საკმარისი ყოველთვის დადარებული იყო დავშოთ ვიღაც ხვის
ხუთოსანთან. და ეს რომ შედარებული იყო ის ადამიანი, ეს რაღაც აღქმას ტოვებს საკუთარ მე არასაკმარისად კარგი ვარ, მე ეს არ შემეძლია, არ გამომივა, რომც გამომივიდეს შიშის წარმატება ცუდია და ასე შემდეგ, ხო? შემდგომ ვაკეთებთ, აი წეღარაც თქვი, ისევ მგონების პრინციპით, ამ საკითხის დაკავშირებას მხოლოდ სიამოვნებასთან. და იმ უარყოფის და მარცხის შიშის დამეგობრებას. დამეგობრება ხა ცოტა მეტაფორული ნათქვამია. ხო ძალიან მათ ჟღერს ხო საშიშადაც ვიყავი, ხო, აი რომ როგორ უნდა ვიმეგობრო, როცა ვერ ვიტან იმ მოვლენას. ხო, ვერ ვიტან. აი რა ვიცი რომ ვერ ვიტან. შეგრძნება მაქვს, აი არ უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, როცა იმ მომენტს ვიხსენებ. როცა იმ მომენტს ვიხსენებ. რა შუაშია ის მომენტი, როდესაც იმ საქმეს ვაკეთებთ, ხო? აი ეს არის ადამიანის ალბათ მთავარი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ცხოვრებისეული სწავლება, რომ ის ნარატივი, რაც წარსულში გადავხვდა, დღეს აღარ უნდა ვუყვებოდეთ მაგას, ხო? იმ დროს თუ მე მადარებდნენ და ეგ ნარატივი მაქვს საკუთარ თავში, რომ მე არასაკმარისად კარგი ვარ, მე ეს ვერ გამომივა, მე ამას ვერ შევძლებ, ბლა ბლა ბლა, ხო? მე დღეს ვზივარ, საქმის წინაშე ვარ, ეგ გადამხდა 10 წლის წინ თუ რა ვიცი, მე უფრო დიდი ხნის წინ და იგივე ნარატივს ვეუბნები საკუთარ თავს, ხო? რომ ეს არ გამოვიდა, რომ დაუკვირდეთ, იგივე ისტორიას უმეორებ საკუთარ თავს და ნებისმიერი თერაპიის აზრი არის ის, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა თერაპიის თუ კონსულტირების თუ ასე შემდეგ, არის ის, რომ ჩვენ ვისწავლოთ საკუთარ თავთან რესურსული დიალოგი და ჩამოვაყალიბოთ ის, რომ მე ამ საკითხს რისთვისაც ფსიქოლოგთან ვარ მისული ამას მე თვითონაც ჩემით შევძლო, ხო? ან რაიმე სირთულე რაც შემხვდება, იმას ჩემ თვითონვე, ასე ვთქვათ, მოვაგვარო, გადავლახო და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ჩემი დაკვირვებით ესე არის, რაც საექიმო პრაქტიკაშიც და ფსიქოლოგიაშიც, რომ ძირითადად ვართ ორიენტირებული აი მართლაქცევაზე. და არც კი ვიცით რომ ამის წინ თუ მე აზრს გამოვასწრებ და აზრის გამოსწრება აი ზუსტად ესე შეიძლება რა, აი მე შემიძლია. და თან რა არის, იცი, ჩერი რომ მე თუ ამ სიტყვას ვეუბნები რომ მე შემიძლია გამომივა, ვიმეგობრებ იმას, თავიდან მოგვეჩვენება ეს რომ ეს არის უჩვეულო და არის უცხო. ეგ არის ძალიან კაი ნიშანი. ესე იგი მე ის მაქვს ასწავლი, ანუ ამას უდგები და მე ამას სწავლობ. აი, როდესაც იდენტობაზე ხდება ხოლმე მუშაობა, ანუ მე ვარ მაგალითად, აი, როდესაც წონაზე მუშაობთ ხოლმე, ძალიან სასაცილო აზრს გეტყვით, რომელსაც ვტვირთავთ გონებაში, რომ მე ჩემი მსხეული არის საჭმლის, აი ეს ცოტა ისეთი არის მაინც რა. ჩემი სხეული არის ჩემი სხეული არის საჭმლის გადამამუშავებელი კარგი ქარხანა. ეხლა ამას გონებაში არავინ არ ფიქრობს. ალბათ აი სამყარო შეიძლება ვერ შეხვდა. რეალურად არის გადამამუშავებელი, ქიმიური ენერგია გარდამქმნელი ქარხანა რო ენერგია. მაგრამ ამ აზრებს ჩვენ არ ვატევტივებთ, მაგრამ თურმე ეს რო იდენტობის დონეზე მოხდება მიბმა, ნუ ჰიპნოთერაპია და NLP ამას გვეუბნება, ეგრევე იწყება ხოლმე მთელი ჩვენი ფიზიოლოგია პასუხობს ამ ყველაფერზე. მთელი ჩვენი სხეულიც კი მასე გადაეწყობა, რომ მე ის მიზანი მოხდეს და ახდეს რეალობაში. თავიდან ვიგრძნობთ, რომ ეს არის უცხო, რაც არის სუპერ ნიშანი, იმიტომ რომ თუ რაც ჩემთვის, აი მიზნის მიმავალ გზაზე რა გვჭირდება, ხო? ეს მიზანი ჩემთვის უნდა გახდეს ნაცნობი, ჯერ უცხოა. აი ამ მიმავალ გზაზე სანამ ეს ნაცნობი არ გახდება, იქამდე ვერ გვექნება. ეს გინდა ჩავსვათ ფიტნესის სფეროში, გინდა ჩავსვათ ფსიქოლოგიაში, გინდა ჩავსვათ პროკრასტინაციაში თუ სიზარმაცაში რა. ამიტომ ფორმულის სახით რაღაცა ეგრე ვიტყოდი, რომ ვუკავშირებთ დადებით ასოციაციებს ვქნით გონებაში და შეიძლება ისეთი რაღაცებიც ვუთხრათ საკუთარ თავს, რომელზეც ესე ადამიანები ესე ყოველდღიურად არ ფიქრობთ ხოლმე. ძალიან საინტერესო რაღაცა, ისე რა არის ადამიანის გონება, ეხლა უცბად იმდენია რაღაცა უმარტივეს რაღაცები თქვი და ძალიან ბევრი გაანალიზება მომივიდა ამ წელს მე დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც და რაღაცა აი პატარა შეჯამებასავით რო გავაკეთო სანამ გადავალ იმ საინტერესო რაღაცაზე წონის კლება რო თქვი ჰიპნოთერაპიით მაგაზე ალბათ გადავალ დაგველოდეთ, მაგრამ მინდა რომ აი პატარა შეჯამებასავით გავაკეთო რომ თუ კი ოდეს მე რაღაცა მე ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ვცადო. როგორც კი ვიგრძნობ რომ მე რაღაცა საქმის გადადებას ვაკეთებ, ეგრევე დავჯდა და აი როგორც გურიმ დამისვა კითხვა რა აზრები გქონდა იმ წამს, სხვა აზრებზე დავფიქრდე რა აზრები მაქვს, იდენტიფიკაცია გავაკეთო და დავფიქრდე რამდენად რელევანტურია ის აზრები ამ ჩემს გასაკეთებელ საქმესთან. აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გადამწყვეტი ხო. თუ რელევანტური აზრები არა მაქვს ხო იმ მიზანთან
როგორ გამომივა. საერთოდ არაფერს შეაშენ, მაგრამ თუ რელევანტური არის, მაშინ დავფიქრე მიზეზია ეს, როგორც მე ვთქვი ახლა რაღაცა რომ თუ მიზეზია ეს თუ რეალურად, ანუ მიზეზს ვიგონებ, თუ რეალურად რაღაცა შეუძლებელი რაღაცაა. თუმცა როგორც წესი, მე რადგან ამ საქმის წინაშე ვდგევართ, ესე იგი ეს შეუძლებელი ჩვენთვის არ არის. ანუ ყველა არ მოგვეცა ჩვენ ეს, ესე იგი ჩვენთვის ეს არ ვიცი, ან ვიღაცამ დაიჯერა ჩვენი, ან ჩვენ დავიჯერეთ ჩვენი და ამ საქმეს შევეჭიდეთ. რადგან ჩვენ ამ საქმის წინაშე ვდგავართ და იმ რაღაცა აუთთოკ რაღაცა აზრი რაც მოგვდის, ეს არის მიზეზი ყველა ვარიანტში და არა შედეგი იმ რაღაცისა. ძალიან მაგარი რაღაცა თქვი, რომ ის რაც ჩვენ გვინდა, ხო, მაგაზე ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ ის რაც ყოველთვის ჩვენ გვინდა და ჩვენი მიზანი არის, ამის რესურსები ისე დაცდევს ჩვენში. ანუ ეს ჩვენი რო არის ვიყავს, არ მოგვინდებოდა, ანუ ეხა ეს არიდებოდა ჩვენ წინ, ხო? უბრალოდ ამ რესურსებისკენ გზა უნდა გავთავისუფლოთ. ის რაც მოგვაწეპეს, უნდა ჩამოვიხსნათ, გავთავისუფლოთ იმისგან, რომ ვიღაცამ შეიძლება შთაგვაგონო, რომ მე არ შემიძლია, არ გამომივა, ან ჩემი არ არის და ასე შემდეგ. ძალიან კარგი რაღაცა იყო. ძალიან მაინტერესებს ეს ჰიპნოთერაპია. თუნდაც პროკრასტინაციასთან მიმართებაში, თუნდაც თუ შეიძლება მე რომ გამოვიყენოთ თავშოთ ადამიანს, რომელსაც წონის კლება, წონის მენეჯმენტი აქვს, მე ბარჯიში არის მისთვის აუცილებელი, ყოველთვის აუცილებელია ბარჯიში და როგორ მივიყვანოთ აი ამ ჰიპნოთერაპიით. ჩემთვის ასოცირდება აი როგორც გითხარი დავიდან ბავშვი კაშპიროვსკი რო იყო ტელევიზორიდან და რაღაცა და კაპტად გადახვედი და გაიჩი. ანუ რეალურად გათიშული ადამიანი ჰიპნოთერაპიაზე და ძინავს და ეს არის ძალიან ინტერაქციული პროცესი, საუბრობთ ერთმანეთს უბრალოდ. აბა რატო ისეთ მდგომარეობაში, სადაც ეს მოდის სასცენო ჰიპნოზიდან რომ რაღაცა ვუ და ჯადო და მადო და რაღაცა ეგეთი ხდება. რეალურად არაფერი მსგავსი, ძალიან ინტერაქციული პროცესია, მაგრამ არის რომ ხან ძალიან ღრმად ხარ, ზოგჯერ ძალიან ზედაპირზე, მაგრამ ჰიპნოზის აზრი არის ის, რომ ასე ვთქვათ კრიტიკული გონება ცოტა ხანი მოგვაშოროს და ეს ყველაფერი შიგნით შემოვიტანოთ. აი მაგალითად, ეხლა რო თქვა რომ მე ვარ ძალიან ძლიერი, ხო? იქ ხმა მეტყვის რომ არა კაცო რას ამბობ რა ძლიერი ან ისევ ამბობ ხო ან რაღაცა. მაგრამ ჰიპნოზის დროს ეს ავტომატურად იწოვება, შემოდის ჩვენ შიგნით, ინერგება, მე ეს როგორც თავში თქვი, განეცეს გენერალიზაციას და გვჩება მუდმივად. მაგრამ ვისგან შენ მაწვდեմ, აი როგორც შენ ჰიპნოთერაპევტი, შენ შთაგონებას შენ მიკეთებ თუ მე თვითონ ვლაპარაკობ და მე ეს მე მომავსავდება. ჩვენ ჰიპნოთერაპევტი ვაკეთებს ამ ყველაფრის შთაგონებას, მაგრამ სიახლე არის ის, რომ სიახლე კი არა და სიახლე არის ის, რომ ამას შენი გონება შენივე სიტყვებით მე თარგმნის ისე, როგორც ჩვენთვის არის ბენეფიტური და სასარგებლო რა. ანუ შეიძლება რომ ჰიპნოთერაპევტი იყოს არაკეთილსინდისი ერთ ისეთ რაღაცას გამორიცხო, მაგიტო თქვი რომ სურვილი არის ნომერ პირველი ღირებულება მაგას. გამორიცხულია რომ ჰიპნოზის დროს ისეთი რამე გააკეთებენ, რაც მას არ სურს. არ არსებობს. ჯერ ჩვენ წინასწარ ვემზადებით ხოლმე ჰიპნოთერაპიის სესიისთვის, იმისთვის რომ გავიგოთ კონკრეტულად, ჩავიდეთ იმ რაღაც სიღრმეებში, რა არის, რა ჭირდება იმ ადამიანს, ან რა უნდა, ან საითკენ მიდის და ასე შემდეგ, მე ამის შთაგონება მიდის. მაინც მინდა რომ ამიხსნა როგორ გადადის ადამიანი ისეთ მდგომარეობაში, სადაც როგორ თქვი, ესეთი აზროვნება შთაგონება და კრიტიკული გონება შორდება. გადასულია და რაღაცა ქვეცნობიერთან ხო, აი რანაირად მედიტაციის ფაზაში ვარ? მედიტაციაზე უფრო ღრმა, მედიტაცია უფრო ცნობიერია. მედიტაციის დროს უფრო ცნობიერია. ჰიპნოზი უფრო ქვეცნობიერია. ხო, ამასაც აკეთებ. ანუ ათამდე ითვლით ხო, რაღაცას რა ბევრი ტექნიკა არის და ინდივიდუალურად მოგვიყვება თუ ეს არის გასაიდუმლოებული არის. ჰიპნოზი შესვლა ძალიან მარტივი. იქ რას აკეთებ, ეგ არის საინტერესო. ხო, როგორ აი შესვლა მაინტერესებს, როგორ არის მარტივი? ანუ რას უკეთებ, რომ შედის ადამიანი ჰიპნოზში? აი ერთ ტექნიკას რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინ როდესაც მაგათად ღამე გაგეღვიძა და თუ გინდათ რომ სწრაფად ჩაიძინოთ, ან უბრალოდ საკუთარ თავს უთხრათ ისეთი რაღაცა და მარტივად გადაეწყოს, ეს არის ის, რომ უნდა ავიხედოთ ძალიან მაღალ წერტილში, ისეთი თქოს რომ გაგვეჭიმა თვალები და ისე რომ ზემოთ გვაქვს და თან ხუჭავთ თვალებს, ამ დროს ჩვენი გონება გადადის REM, ანუ alpha brain wave, ანუ alpha ტვინის ტალღაში, რომლის დროსაც ჩვენ ვართ უფრო შთაგონებადი.
ეს არის 15 წამიანი ტექნიკა, მაგრამ ზუსტად იგივენაირად მოქმედებს საკუთარ თავზე, როგორც ღრმა ჰიპნოზის დროს. ანუ ჰიპნოზის აზრი არის ის, რომ შენ იყო შთაგონებადი და ეს არ არის ის, რომ შენ სხეულები შეიძლება ჰიპნოზში იყო, ფეხზე დამდგარი ან ცალფეხზე იდგიან, პირიქით ცალხელს. ანუ ჰიპნოზის დროს მე თვალები სულ ზემოთ მაქვს ატრიალებული? ეს თავ ზემოთ, მე დახუჭე და მე რამდენიმე წამს შეგიძლია გავუშვა. დაახუჭე და გავუშვი და შენ ამბობ, რომ ვისაც დავუშვათ ძილის თუ გაიღვიძა, შეუძლია რამდენჯერ გაიმეოროს ეს? რამდენჯერ სამჯერ. მეტი არის საჭირო. ჩვეულებრივ შეეძინება. კი. აი ზემოთ როდესაც თქვა აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს ნევროლოგიურ დონეზე twin ისეთ მდგომარეობაში გადადის, რომ უკვე იცის იმანად რაც უნდა გააკეთოს. მაგრამ თუ გინდა რომ ახლებური რაღაც მივაწოდოთ, რა თქმა უნდა, ამ დროს შეგვიძლია შთავაგონოთ საკუთარ თავს. დახუჭული თვალების დროს უნდა ვთქვათ? ეგ რაღაც შთაგონება. ეხა ეს ტექნიკა რაც გითხარით ხო, მაგ დროს თვალები დახუჭული გვაქვს და მაგიტო. და აი რაც შეეხება როგორ ემუშავები დავშოთ ჭარბწონიან ადამიანს. საბოლოო პროდუქტი არის ის, რომ ძლიერდება მეტაბოლიზმი, აბსოლუტური ფსიქოლოგიური ასოციაციები, რაც საკვებთან იყო ან ემოციური, ამისგან გათავისუფლება ხდება. ხდება იმ რესურსების ჩატვირთვა, რომელიც მე დამეხმარება, აი მაგალითად. ნებისყოფის, ან მონდომების, ან სურვილის, ან იმ სურათხატის, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აი მწონის კლების შემდგომ მივახციო. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი ბიზნის ფორმულირება. როდესაც ადამიანები მოდიან და ვიწყებთ რაიმე თემაზე მუშაობას, თუნდაც წონის, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მიზნის სწორი ფორმულირება გავაკეთოთ და წონის კლების დროს ეხა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ წონის კლების დროს მიზანი არ არის წონა და რიცხვი. წონის კლების დროს არის ის სურათი, საკუთარი თავის tweet image, სურათხატი, რომელსაც მინდა რომ მივახციო. მაინც ციფრებით განსაზღვრავენ ხოლმე გოგონები და როგორ აღწევ იმას, რომ ციფრებით არ ველაპარაკო. აი, კეისი მინდა მოყვე, ერთი გოგონა დადიოდა, რომელიც იყო სადღაც 80 კილომდე, მაგრამ როდესაც ძალიან თავიდან რეზისტენტულად დაიწყო, იმიტომ თავის წესებით მოვიდა, რომ არა, ესე უნდა ვქნა, თან ძალიან ბევრი გამოცდილება ჰქონდა. მაგრამ მისთვის მიზანი იყო, რომ უნდა ყოფილიყო 52 კილო. ანუ ეს იყო. აი, ციფრებით ლაპარაკობ. მაგრამ როდესაც დავხატეთ, რომ შეიძლება ამ 52 კილოზე ჩამოწალილი ფორმებიც მქონდეს, ხო, ან კუნთი არ მქონდეს, ან პირიქით, ანუ იმ ციფრის შესაბამისად შეიძლება სხვა მიზანიც არსებობდეს. თურმე როდესაც რა კონკრეტიკითაც მივაწვდით ჩვენ თქვა ცნობიერს აი ამ მიზანს და ეს აუცილებლად გონებაში დახატული სურათი არის ხოლმე. ზუსტად იგივე სისტრაფით დაიწყებს აქეთკენ მოძრაობას. ანუ როგორ ვთქარი, რომ აი გაიხსენე ყველაზე იმ ციფრის შესაბამისი სხეულის ხატს უქმნით. მე ამის რაღაც მოდელირება ხდება, სხვანაირად გადაჭერჭვა რაღაცა. ანუ ფოტოს იხსენებს, სადაც ყველაზე კარგად ციგრნობ და ვიზუალიზაციას აკეთებ. ოკეი, მესმის. ვიზუალიზაციას აკეთებ. ეს არის ჩემი მიზანი და არა ციფრი. იმიტომ რომ იმ ციფრი არც არნიშნავს ქვეცნობიერისთვის. ქვეცნობიერი მუშაობს მხოლოდ სურათებით. ანუ იმ ციფრის შესაბამის სურათი თუ მექნება, ეგ ოკეია. თუ იმ მიზანი, რომელიც აი თქვენ გინდათ რომ განახორციელოთ, ხო, ის რაღაც პროექტი თუ ასე შემდეგ. სურათი რო გვექნება გონებაში, ეგრევე გააკეთებთ. გამოიცნობ, რომ ჯერ სურათი ალბათ არ არის საბოლოო. რასაც გვინდა რომ მივახციოთ. პროკრასტინაციაში სხვა შორს ეგ ძალიან გადამწყვეტი არის ხოლმე, რომ მიზანს საიდკენაც მივიდოთ, უნდა იყოს ძალიან ცხადი, უნდა იყოს ფერადი, უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა იყოს ბუნდოვანი. ბუნდოვანი სიტყვიერად კი არა. ის რასაც მეგონებაში ვხედავ. და ვიზუალიზაცია თუ მკაფიო არის ყოველთვის ის არის. და ჰიპნოზით შეგვიძლია კუჭიც კი დავაპატარაოთ, ისეთი ძლიერი მეთოდი არის, არა მხოლოდ ის, რომ მაგალითად, აი შეგვიძლია აი შოკოლადისგან რა სიამოვნებასაც ვიღებ, იგივე სიამოვნება მივაბა მე მაგალითად ბროკოლს. ეგ უნდა ვთქვა, ბროკოლს და იგივე სიამოვნებას ვიღებ იქიდანაც და ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. რა საინტერესოა, თუ მუშაობს ეს მეთოდი, ჰიპნოთერაპია, ადამიანზე, რომელსაც ბავშვობიდანვე არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს კვებასთან, მაგალითად. აი კვებაში მაგას სპეციალური ტერმინი აქვს, RS რაღაცა ქვია, ანუ restrictive, აი ბავშვობის გემოები რო გადააქვთ დიდობაშიც, აი მაგალითად ბავშვებზე ხო ცნობილია, რომ ძალიან მჟავეს, ძალიან მწარეს, ძალიან მას ვერ ჭამენ. შესაბამისად აი ეს ბავშვობის გემოებს, მაგრამ ნუ მე რაღაც პერიოდის შემდეგ ეს გემოები იცვლება და ერგება დიდურ საჭმელებს, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ბავშვებს გადმოაქვთ ხოლმე იგივე გემოვნება. ნახე მაგალითად ჩემს უფროს შვილს აქვს ეგეთი მომენტი, რომ ნუ ჭამს 5 რაღაცას დაუშვათ.
თელი თავის ცხოვრების განმავლობაში და აი ამ ხუთი რაღაცით რა თქმა უნდა მე მიდის მალნუტრიენტობა, მუდმივად აკლია ვიტამინები, მინერალები, ну იმიტომ რომ არ იღებს საკმარის ვიტამინს და მინერალს მრავალფეროვანი, ანუ შესაძლებელია ესეთი რაღაცებიც გადაეწყოს ხომ რა ფუნდამენტური, რომელიც ბავშვობიდან ფუნდამენტურზე მუშაობ. ფუნდამენტის გარეშე ის ვერ შეცვლა, ეს იქნება მხოლოდ ზედაპირული და მხოლოდ დროებით. შესაბამისად, ფუნდამენტის მოგვარების გარეშე აი ის რაც ხის მაგალითი თავში ვთქვი, ხო, იმ ფესვზე მუშაობთ მაგ შემთხვევაში და იმ ფესვის ადგილას მე ახალი სასარგებლო ფესვი ითესება, რომელიც მე ნაყოფს მუდმივად მაძლევს. ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ შენთან დედას მოუყვანია ბავშვი და თვითონ გააზრებული სურვილი არ აქვს. ამ დროს ბავშვს რა ანუ თუნდაც მეუღლე მოიყვანა მეუღლე ან შეყვარებულმა მოიყვანა შეყვარებული, მაგრამ ვინც არის შენთან მოყვანილი, ასე ვთქვათ, კლიენტი, ის გაცნობიერებული სურვილით არ არის მოსული. მაგ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ამ ინდივიდთან ჩამოვაყალიბოთ სურვილი, ან ვიმუშაოთ იმაზე, რაც გვინდა. ან უბრალოდ ანუ შედეგი მაინც არის ესეთი შემთხვევაში. კი, შედეგი ეს არის მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული შესაბამისად. ესეთი კვლევაც არის, სადაც ჰიპნოთერაპიის success rate ან წარმატების რიცხვი არის როგორ მაგრამ არის 94%. კაი მართლა? ხო, ძალიან მაღალი რიცხვი არის, სულ მხოლოდ 6-იან გაქვს 94%. კაი არ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ შენთან მოვიდეს კონკრეტული მიზნით, ხო და არა ეს კონკრეტული მიზანი შეიძლება იყოს ის რომ შენ გისმენენ ახლა მაყურებლები ყველას უნდა ალბათ მოუნდება ყველა შენთან მოსვლა, მაგრამ არ იციან რა აწუხებს. აი მან გეტყოდით იმას რომ არ არის აუცილებელი რომ იცოდე რა გინდა. ეგეც მიზანი არის რომ ვიცოდე რა მინდა. ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ დასაწყისში მაგაზე აუცილებლად არ არის რომ ეს სურვილით მოვდივარ და ასე შემდეგ. შეიძლება ეს იყოს რომ არ ვიცი და მინდა გავიგო რა მინდა. მინდა გავიცნო საკუთარი თავი თუ მინდა რომ უბრალოდ გავაუმჯობესო საკუთარი ჩვევები, ურთიერთობები, ჯანმრთელობა თუ სხვადასხვა რა. ჰიპნოთერაპიის დროს შენ დავალებებს ადლევ სახლში გასაკეთებელს. იმიტომ რომ CBT-ზე როგორც თქვი, შენ თავი ნახსენო რომ CBT-ის ბაზაზე არის ეს ხო? და CBT აძლევს დავალებას ბავშვის სახლში რომ ის დავალებები არ არის, მაგრამ ერთი ჯადოსნური ხერხი გვაქვს, რომელიც არის ძალიან დამზოგავი. მე ისე ვაკეთებ. ეს თვითონ ჰიპნოთერაპია კი არის ძალიან გრძელი 3 საათი არის, მაგრამ ნაწილებად იყოფა. ბოლო ნაწილი არის, სადაც არის უშუალოდ შთაგონებები, უბრალოდ ტრანსფორმაციული ნაწილი. ამ ტრანსფორმაციულ ნაწილს ვატან სახლში, სადაც 21 დღე უსმენენ ხოლმე, ანუ შესაბამისად მაგიტომაც ვამბობ, რომ უსმენენ რას ნიშნავს აუდიო ჩანაწერი? აუდიო ჩანაწერი არის მასზე მორგებული და ამას რადგან თვითონ უსმენენ 21 დღის განმავლობაში ეს დისციპლინასაც ქმნის, ჯერ ესეთი ძალიან სასიამოვნოა. ძალიან პოზიტიური ზეგავლენა აქვს. ყოველ დღე უნდა მოვწმინონ ამას. კითხეში ერთხელ. არის 20 წუთი. 15-20 წუთი. და ძალიან მოსწონთ ხოლმე დღეში ამდენჯერმე მოსმენა ხოლმე და ეს საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი სახშიც მიაქვს. რაც ზოგავს რა თქმა უნდა ჩვენთან ურთიერთობის დროსაც, ასევე ფინანსებსაც, იმიტომ რომ ეს აქვს და თან 21 დღე რა უსმენ თურმე ეს ჩვევები ყალიბდება მუდმივად. ამიტომ არის რომ გარანტირებულად ზოგჯერ ვიძახი ხოლმე რომ აი ამას რო გააკეთებ აუცილებლად, იმიტომ რომ რეალურად ერთი საკმარისია ხოლმე ერთი მოსმენაც, მაგრამ 21 დღე იმიტომ ხდება რომ ეს იყოს მუდმივი მთელი ცხოვრების განმავლობაში შენაჩუნდეს. არის მხოლოდ პოზიტიური, არის მხოლოდ რესურსული და არის მხოლოდ მასზე მორგებული. დავალება შეგვიძლია ჩავთვალოთ ეგ. კი ბატონო, და შეიძლება ითქვას რომ დავუშვათ ჰიპნოთერაპია არის უფრო შედეგზე ორიენტირებული ვიდრე წარსული ტრავმებისგან განთავისუფლების ან დამუშავების მაგის გარეშე ვერ გექნება შედეგი, ამიტომ ეს ჰიპნოთერაპია არის ორიენტირებული 33% 33% წარსული, აწმყო და მომავალი, ამიტომ ერთიანად არის. თუ არის სხვა მიმართულებები, რომლებიც არის მხოლოდ მომავალზე, აწმყოზე ან წარსულზე, ეს სამივე დოზით არის ერთიანად. იმიტომ რომ ის ფესვი თუ არ მოხსენი, აქ რესურს ვერ დააშენებ, რა გამოდის რომ რაღაცა ტალახიან იმაზე ზემოდან იცვევ კიდე რაღაცას და ამიტომ ამას წმინდავთ, მე ეს და ისიც თქვა რომ შენ დისტანციურადაც მუშაობ და მუშავი ჰილოს თერაპევტი ხარ ხო და ჰილო კიდე ძალიან ბევრი ემიგრანტის საყვარელი საიტი არის, რომელიც აი საოცარ რაღაცა ძალიან კარგია და ძალიან მიხარია რომ ესეთი პლატფორმა შეიქმნა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ეხმარება ემიგრანტებს ძალიან ბევრი გოგონავი ცხოთა შორის, ვინც უკვე აი ჰილოთის სარგებლობს და ძალიან მაგარი არის. ცოტა ბოლოსკენ რო წავიდეთ ჩვენ, მაინც მინდა რომ აი ჰიპნოთერაპია, ასე ვთქვათ,
აი პატარა 1-2 რჩევით შენი გამოცდილება აი პროკასტინაციას მოვარგოთ ისე რომ აი რას ურჩევდი ადამიანს ვისაც აი ეხლა შენ რო იყოს კი თქვი რამოდენიმეჯერ მაგრამ აი პრაქტიკული კონკრეტული მატერიალური რასაც დაიჭერენ ხალხში 1-2 რჩევით რომ გაუშვათ და იყოს პირველ რიგში აი მატერიალური ხელშესახები ჩემი მეც მაგ მიმართულებას მივყვავე პირველ რიგში ვეუბნებით საკუთარს რომ მე ეს მინდა რომ გამომივიდეს მე ეს შემიძლია და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ სიტყვებს ეხლა რომ დავფიქრდეთ არ ვეუბნებით ხოლმე საკუთართან ეს აზრებით შეიძლება ნაკლებად იყოს და იყოს შემცირებული ამიტომ ქოცნებიერმა აუცილებლად უნდა იცოდეს რომ რა არის ის რაც მე მინდა მე თუ არ ვიცი იქითკენ ვერასდროს ვერ წავალ ამიტომ უნდა უთხრათ რაც უფრო მეტჯერ ვეტყვით საკუთართან რომ ეს მე მინდა და დაელოდონ უბრალოდ შედეგს და ნახოთ რამდენად გამოიწვევს მე შემდგომ მის ქცევაში არ ორიენტირდები ქცევაზე არ გეუბნებით რომ ეს უნდა გააკეთო უბრალოდ ფიქრობთ ამაზე ანუ შენ გჯერა და ამტკიცებ რომ მე რო ვიტყვი რომ გამოვალ ეს ყოველ რიგში აზრად ჩამიჯდება აუცილებლად ხმა აზრად ჩაჯდება მენა ხდება როგორ მრავალჯერადი გამეორებული აზრი არის ჩვენთვის რწმენა ანუ ის ბირთვად იქცევა მე იქიდან გამომუშავდება ავტომატური აზრები ავტომატური უცებ პატარა მაგალითს გეტყვით ჩემი თაობა ფეხშველა ვერ დავდივათ იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გაგვიმეორეს ბავშვობაში რომ ფეხშველა სიარულით საკოცხები რაღაც გაგვიცივდება და ეხლა იცი როგორ ხარ ეს მართლა მინდა რომ გამოვილოს რაღაცნაირად როგორც კი ფეხშველა გავივლი ვიბერები ანუ რეალურად ვიბერები როცა ანუ თან ინგლისში ისე ვიტანჯებოდი იქ ცხოვრობდი მე და ეხლა იქ ინგლისში რო შედიხარ იხტი ფეხზე და ყველგან ფეხშველა დადიხარ და კვდებოდი იმიტომ რომ მე ბოლოს ჩემი ჩუსტები დავდიოდი იმიტომ მე სახში მოვდიოდი ანუ ფიზიოლოგიურად მართლა ვიბერები იმდენად ღრმა არის ჩემში რწმენა ეგ უნდა გაამართლა ჩვენ მოდი პატარა საუჯი ხარ გავაკეთოთ რომელიც ცოტა დემონსტრაციული იქნება და კარგი იქნება ჩემს ჰიპნოზი არა ჰიპნოზი არა ოკეი ჰიპნოზია მაგრამ ცოტა სხვანაირი და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება რა კი უნდა ჯერ გავირეპეტიციოთ და შეგვიძლია ეს რაღაცას ვაკეთებთ რომ უნდა გამოწიოთ წინ თითი ხო გაწია განზე მაქსიმალურად იცი რომ იმან არ შეგუშალოს ხელი რა ქვია სკამმა მაქსიმალურად შეგეძლოს გაწევა ხელი და ამ თითით დაიმახსოვრე სადამდე მივიდა შენი ხელი ისე რომ არ შევხედოთ ის შეხედე სადამდე გავიდა ხო შევხედე ამ თითით უბრალოდ ამახსოვრებ სადამდე მივიდა ხო ეხა ორი წამი რომ დახუჭო თვალები არა ეგ შეგიძლია ჩამოუშვა ეხა შეგიძლია იჯექი ეგრე არა აქეთ იყავი ორი წამი რომ დახუჭო თვალი წარმოიდგინე რომ შენი მარჯვენა მხრის სარტყელი არის ძალიან მოქნილი არის ძალიან იოგური მინდა რომ დაინახო ეგ შენს გონებაში დაახლოებით მოხარშული სპაგეტივით მოქნილი არის და ზუსტად ეგრე გემორჩილება ეხლა მინდა რომ დაინახო შენს გონებაში რომ ეგ მომდევნო ჯერზე რომ გაწევ ხელს შენს მარჯვენა ხელს მინიმუმ 1/3-ით უფრო განზე გავა დაინახე გაირეპეტიცია შენს გონებაში აჭირდება მას ბევრი ფიქრი. კიდე ერთხელ ხელახლა დაინახე, შეიგრძენე რომ ეს შენი მარჯვენა ძალიან მოქნილი, იოგური, არ ვიცი კიდე, მოხარშული სპაგეტივით რბილი. ეხლა შეგიძლია გაახელო თვალები. ეხლა უბრალოდ გაწიე განზე. სადამდე გავა. ვაღადა? თქვენ ვერ შეამჩნიეთ სადა ვარ? What? ანუ კაი ფარდასთან ვიყავი. დედა ის ჰიპნოზი არ იყო ხო ეს მაგრამ ნახე რასაც ვეუბნებით საკუთარ თავს ზუსტად ის უნდა გამართლდეს და შეეულით გვემორჩილება ამიტომ უბრალოდ ეს არის უბრალოდ სადემონსტრაციო რაღაცა ორ წამენ ხა მეორე ხელზე რომ გავაკეთებ შეგვიძლია ჩავაქვაოთ პირიქით ჩავაცემენტოთ კიდევ ხო უბრალოდ ეს არის იმისთვის რომ ეს აზრები რატომღაც ჩვენ არ ვართ გავარჯიშებული რომ ხა ვინ ფიქრობს რომ ჩემი მარჯვენა მხრის არტყელი არის რაღაც მოქნილი და მოხარშული სპაგეტივით ანუ არავინ არ იფიქრებს ხო ესეთ შესაბამისად აი მაზრებში გავარჯიშება არის მისაყვანი ყველაზე სწრაფი გზა რა აი წარმეტებულ ადამიანებზე არის ეს ძალიან დიდი დაკვირვება გაკეთებული და
მათი ფიქრის მოდელი, აზროვნების მოდელი იმდენად განსხვავდება წარუმატებელი ადამიანის. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მე ვარ რაღაცა, რა ვიცი, გორილასავით ძლიერი და შეუფერხებელი და ზეცართავის სახელებითაც კი აღწერენ თავიანთ თავს. ის კი არა რომ მე ძლიერი ვარ, მე ვარ აი ძალიან ძლიერი. ანუ ეს ორი არის ძალიან განსხვავებული მექანიზმი, რომელიც მე ჩვენ ფიზიოლოგიაზეც აისახება რა. აი მაგალითად როდესაც რაღაც სექსუალურ თემაზე ვფიქრობთ, ხო? ქალში და მამაკაცში შესაბამისი ფიზიოლოგიური ძვრები იწყება. რას ვაკეთებთ? მხოლოდ ფიქრობთ, ხო? იქ არც არ აკეთებ, არც ეხები, არაფერი. და იწყება შესაბამისი ფიზიოლოგია. უბრალოდ ეს ჩვენ რატომღაც არ გვაქვს ნასწავლი და გონია რომ რაღაცა ვუდუ და რაღაცა. ეხლა უცებ მართლა ეგრე არის, ხო, რაღაცა სექსუალურად ვფიქრობ, იღზნები და ფიზიოლოგიურად იღზნები. ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო მე მგონი. და ძალიან კარგი რაღაცებს წაიღებენ ჩვენი მაყურებლები და თუ გურისთან დაკავშირება გინდათ, ჩვენ ყველაფერს მიუთითებთ აღწერაში. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მეშველება პროკრასტინაციის ამბავში. იმედია რა ისორ შაბათიც მოვა. ისორ შაბათიც მოვა. ძალიან დიდი მადლობა გური და თქვენ დაგებშვიდობებით. უღრმესი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. უნდა შეგახსენოთ, რომ დავიჭიროთ ხარი ამ პოდკასტს და გამოიწეროთ გვერდი და ლაიქოთ ვიდეო და გაუზიაროთ რა საუბარი, იმიტომ რომ ეს მართლა ისეთი თემაა, რაც მე მგონი, რა ვიცი, 21 საუკუნის ქრონიკული ეს არის რაღაცა ჩვევა. დავადება არ ვთქვათ, მოდი ჩვევა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის და ძალიან დიდი მადლობა გურის. მადლობა თქვენ და ეს ერთ-ერთი ისე გავიდა რომ მე მგონია ვერ გავიგე. ო ძალიან ცოტა იყო, მადლობა. დიდი მადლობა.